ირანი და ოსმალეთი, ისეთ რთულ საკითხს მივადექით. აი ჩვენ რო გვაქვს გამოთქმა ალია და ოსმანა ორივე თათარია, გინდა მგელს შეუჭამი ხარ და გინდა მგლისფერ ძაღლსო. დაახლოებით ესეთ ვითარებაში აღმოჩნდა ამ პერიოდში საქართველო. ეს არის მე-15 საუკუნის ბოლო, მე-16 საუკუნის დასაწყისი, როდესაც დაიშალა ერთიანი სამეფო, კახეთი, ქართლი, იმერეთის სამეფო და სამცხე-ჯავახეთი, ან მესხეთის სამთავრო. კონუ ეხლა დაშლა ბევრმა ფაქტორმა განაპირობა, როგორც საშინაო, ისე საგარეო ფაქტორმა განაპირობა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო საუკუნის დასაწყისში, უბრალოდ მე-14 საუკუნისა და მე-15 საუკუნის მიჯნაზე თემურლენგის ლაშქრობები, რომელმაც ქვეყანა გაანადგურა, ეკონომიკურად გაანადგურა და ეკონომიკურად რო დასუსტები იქ მე უკვე ყველაფერი პრობლემაა. მე პრობლემა არის ჯარის შენახვა, დაქირავება, იარაღის ყიდვა, ყველაფერი უკვე პრობლემა ხდება. სამეფო ხელისუფლება სუსტდება და მოკლედ დაერთო ამ საგარეო ფაქტორები და ერთიანი სამეფო დაიშალა. ეხლა საინტერესო რა არის? 1461 წელს ოსმალებმა აიგეს, 1453 წელს კონსტანტინოპოლი აიგეს, გასაგებია. იმ მომენტში ჩვენთვის არ ჩანდა, რომ ეს ესე ტრაგიკული იქნება. არ ჩანდა, იმიტომ რომ ჯერ-ერთი უშუალოდ არ იყვნენ საქართველოს საზღვრებთან მომდგარი და მეორე ის პრობლემა, რაც დადგა, ის ნენელა დადგა. მეორე პრობლემა რა იყო? მეორე პრობლემა იყო ის, რომ კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ სავაჭრო გზები აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი სრულიად სხვა მიმართულებებით განვითარდა. ზღვებზე გადავიდა. ხო, ეს დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები, ვასკო და გამა, ინდოეთი, ამერიკა და მოკლედ ეს კავკასიის რეგიონი, რომელიც სავაჭრო გზა იყო და ამით იყო მნიშვნელოვანი, ჩვენ ამაზე გვისაუბრია, ეს სავაჭრო გზა ჩაიკეტა. ერთი პერიოდი კიდე მუშაობდა ეს გზა, როდესაც ყირიმში იყო დარჩენილი გენუელების ფაქტორიები და თქვა საქართველოსთან ყირიმში მიდიოდნენ, მაგრამ 1475 წელს ოსმალეთმა ყირიმიც დაიკავა და პრინციპში შავი ზღვა გადაიქცა ოსმალეთის თვალს და არანაირი პერსპექტივა აქ უკვე აღარ იყო და ეს რეგიონი უბრალოდ არავის აღარ ჭირდებოდა. რეგიონი თუ არავის არ ჭირდება, ეხლა რატო დაინტერესდებიან შენით? ანუ ჩვენ მოვწყდით იმ დროინდელ ცივილიზებულ სამყაროს, ქრისტიანულ სამყაროს მოვწყდით, ოღონდ მეორე ფეს ნელ-ნელა გამოჩნდა, ეს რა თქმა უნდა არ ჩანდა იმ წუთას. 1461 წელს ოსმალებმა აიგეს ტრაპიზონის იმპერია და უკვე უშუალოდ მოადგნენ საქართველოს. ეხლა ჩვენ სამწუხაროდ არ ვიცით, რას ფიქრობდნენ ამ დროს ქართველი მეფე-მთავრები. რა იცოდნენ ოსმალეთის შესახებ, რა გათვლა ჰქონდათ ოსმალეთთან დაკავშირებით. აი ხა როგორც ხედავთ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის მესხეთი, ეს ისეთი სტრატეგიული მხარეა. ნუ თავი დავანებოთ იმას, რომ ტერიტორიულად დაახლოებით 1/3-ია საქართველოსი, ეკონომიურად ერთ-ერთი ყველაზე დაწინაურებული რეგიონია. არის აი ფორპოსტია. ერთი შეხედვით ოსმალები ვერც დასავლეთ საქართველოში და ვერც აღმოსავლეთ საქართველოში ვერ გადმოვლენ, სანამ თქვათ მესხეთის პრობლემას არ გადაწყვეტენ. ეხლა აქ ქვემოთ წერია თეთრკბატკნიანთა სახელმწიფო. ხო, ეს თურქმანთა სახელმწიფო იყო, რომელიც ჩამოყალიბდა მე-15 საუკუნეში. არ ქონდათ მათ ძალა, რომ საქართველოს დაეპყროთ, თუმცა მათი მარბიელი ლაშქრობები 1440 წელს თბილისიც კი აიღეს, მაგალითად, მათი მარბიელი ლაშქრობები ძალიან მძიმე იყო. მე-15 საუკუნის ბოლოს, მე-16 დასაწყისში իրანის ტერიტორიაზე დაწინაურდა ყიზილბაშთა ტომი და დაწინაურდა ვინმე ისმაილი. რომელმაც ქართველ მეფე-მთავრებს, ქართლი, კახეთი და მესხეთი შესთავაზა მოკავშირეობა. იმიტომ რომ მისი მთავარი მოწინააღმდეგე არიან თურქმანები. და ისმაილის თავაზობს ქართველ მეფე-მთავრებს, რომ ერთად ვიბრძოლოთ თურქმანთა წინააღმდეგ და მე თუ გავიმარჯვე, თქვენ გაგანთავისუფლებთ თურქმანთა ხარკისაგან, გაგანთავისუფლებთ მათი მარბიელი ლაშქრობებისაგან. ნუ სრულიად მისაღები წინადადება იყო და გადამწყვეტ ბრძოლაში შაჰ ისმაილს ყავდა, მომავალ შაჰს ისმაილს ყავდა 15000 კაცი და აქედან ნახევარზე მეტი იყო ქართველი. ანუ ფაქტობრივად ქართველების ხელით მან დაამარცხა თურქმანები, პირობა შეასრულა, თურქმანთა ხარკი გასაგან განთავისუფლდით, თურქმანთა მარბიელი ლაშქრობებისაგან განთავისუფლდით
მაგრამ სამაგიეროდ ხელი შეუწყვეთ ჩამოყალიბებულიყო სახელმწიფო ყიზილბაში და ირანი, რომელიც მე მთელი 300 წელი იქნება ჩვენი მოწინააღმდეგე. აი ძალიან საინტერესო მომენტია რა. შენი ხელითვე ხელს უწყობ ისეთი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, რომელიც მე შენი მტერი იქნება. თუმცა როცა ისმაილი დახმარებას ითხოვდა, ბუნებრივია ამას ვერავინ ვერ განჭვრეტდა. რა მოხდება ახლა? ხო, გასაგები იყო რომ ისმაილი თავის სამფლობელოს შექმნის, მაგრამ ის თუ ესეთი ძლიერი იქნებოდა, ბუნებრივია ამას არავინ არ უყურებდა. 1510 წელს ოსმალები მიადგნენ მესხეთს. ამ დროს მესხეთის მთავარი არის ზეჭაბუკ ჯაყელი. როგორც წყაროებში წერია, ძალიან განათლებული კაცია, რამოდენიმე ენა იცის, ჭკვიანი კაცია. ახლა ამას ყველაფერს რატო გეუბნებით? ორი არჩევანი აქვს, ხო? ან შეებრძოლოს, ან დაიწყოს მოლაპარაკებები. ზეჭაბუკი იწყებს მოლაპარაკებას და სთავაზობს ესეთ რამეს, რომ ოსმალები აპირებენ იმერეთში გადასვლას. ზეჭაბუკი ეუბნება ესეთ რამეს, რომ მე გაგატარებთ მესხეთზე, გაიარეთ, გადადით დასავლეთ საქართველოში, რაც გინდათ ის გააკეთეთ და უკანაც გამოგატარებთ. ოღონდ მესხეთის ტერიტორიაზე არანაირი ბრძოლა არაფერი არ იყოს. 1510 წელია ეს არის ოსმალების პირველი ლაშქრობა. ესეც მოიქცა, ოსმალები შევიდნენ ქუთაისში. ქუთაისი აიღეს, გადაწვეს. მერე გადაწვეს გელათი და არის ვარაუდი, რომ ზუსტად ამ დროს დაიკარგა თამარ მეფისაფლავი. აი გელათის ამ გადაწვის დროს 1510 წელს და გამობრუნდნენ უკანა წავიდნენ. აი ახლა ჩდება მარტივი კითხვა. ზეჭაბუკ ჯაყელი, ეს ჭკვიანი კაცი. აი როგორ ფიქრობდა, როგორ წარმოედგინა მას ურთიერთობა ოსმალეთის იმპერიასთან, რომ რამდენჯერაც ოსმალები მოვლენ, იმდენჯერ გაატარებს და ამით შეინარჩუნებს დამოუკიდებლობას. აი ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ახლა რატო ჩერდები მესხეთზე, იმიტომ რომ ეს კითხავი ძალიან მნიშვნელოვანი პროვინციაა. აი ჯაყელების პოლიტიკა არის ესეთი, რომ ოღონდ იმერეთის და ქართლის მეფეებმა ჩვენ არ დაგვიქვემდებარონ რომ და მზად არიან ყველაფერს სხვაზე წავიდნენ. ანუ მათთვის ესე ჩანს, რომ უფრო საფრთხე არის, ყოველ შემთხვევაში თვითონ ისე აგვიქვამენ, რომ მათთვის უფრო საფრთხე არის ქართლი და იმერეთი, ვიდრე ოსმალეთის იმპერია. აი არ ვიცი, სულ ჩემ სტუდენტებსაც ვეუბნები, აი ის ცნობილი იგავი რო არის, მამა, შვილი და ისრები. ახლა ეს ამის ვარიაციები სხვადასხვა ყველა ქვეყანაში არსებობს, ჩინელებისაგანაც გამიგია ესეთი ზღაპარი და ნუ თუ ჩვენს ძინაბრებმა არ იცოდნენ. ან თუ იცოდნენ, რატო ამას არ ითვალისწინებდნენ? ახლა ხო მარტივია, რომ ამხელა იმპერიასთან გაქვს ურთიერთობა რა. არ დაგტოვებენ, აი არ ჯობია დაუკავშირდე მეფე მთავრებს და რაღაცა გააკეთო. მეორე მხრივ პრობლემა არის ის, რომ ქართლი და იმერეთი ხვდებიან, რომ მესხეთის იმედზე ვერ იქნებიან. ამიტომ მესხეთი მუდმივად გაატარებს მტერს და რაღაცა უნდა მოიფიქრონ. ეხლა ქართლს კიდე ერთი პრობლემა აქვს, უკვე ისმაილი ძლიერდება და 1518 წელს ირანელებმა ყიზილბაშებმა პირველად ილაშქრეს თბილისში. აიღეს თბილისი. ეხლა მე აღარ შევჩერდები იმ ბრძოლაზე, რომელიც ქართლსა და კახეთს შორის მიმდინარეობს, იმიტომ რომ ეს არის ავგიორგის პერიოდი, ავგიორგი რომელიც ლაშქრობს ქართლში, ერთ-ერთი მორიგი ლაშქრობისას დავით მეფის ძმა ბაგრატ მუხრანბატონი, რომელიც არის მუხრანბატონთა შტოს დამაარსებელი, მას შეიპყრობს, ციხეში ჩასვამს, მერე დავითი გადავა კახეთს შეიერთებს, თუმცა დროებით, იმიტომ რომ მერე ლევანი გაიზრდება და კახეთში ის მას მეფედ აკურთხებენ. ნუ მოკლედ აქ საკმაოდ ესეთი რთული ურთიერთობა არის ქართლსა და კახეთს შორის. ძირითადად საგარეო ფაქტორზე შევჩერდები. და 1518 წელს აიღეს ყიზილბაშებმა თბილისი. ეხლა მდგომარეობა ისეთი 1525 წელს დავით მეათე ბერად აგიკვეცა. და ტახტზე ადის ლუარსაბ პირველი. იმერეთში მეფობს ბაგრატ მესამე, ქართლში მეფობს ლუარსაბ პირველი, რომელიც ცოლად ყავს ბაგრატის ქალიშვილი და კახეთში მეფობს ლევანი. ეხლა კახეთის მეფეებს აქვს ძალიან საინტერესო პოლიტიკა. რომელიც დაიწყო მე-15 საუკუნის ბოლოს, დაიწყო კახეთის მეფე ალექსანდრე პირველმა და 100 წლის მანძილზე კახეთის მისი მემკვიდრეები ერთგულად მისდევდნენ ამ პოლიტიკას. ეს პოლიტიკა შეიცავს ორ რაღაცას. პირველი, ნებისმიერ ფასად მშვიდობის შენარჩუნება. ნებისმიერ ფასად.
ვაღიარებთ ვასალობას, ყმობას, ხარკს ვიხდით, ერთდროულად ხარკს ვიხდით ირანსაც და ოსმალეთს. ანუ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ როგორ უნდა ამენაირად მშვიდობა შევინარჩუნოთ ერთი და ამავე დროს პარალელურად ვეძებთ საგარეო მოკავშირეს და კახეთისთვის, ეს არის რუსეთი, მოსკოვის სამთავრო. კახეთი იყო პირველი, რომელმაც დაიწყო ურთიერთობა რუსეთის სამთავროსთან და მე ერთგულად მისდევენ ამას. ანუ ერთის მხრივ მოსკოვთან ურთიერთობა და მეორეს მხრივ აი ეს შენარჩუნება მშვიდობის. ანუ ეს რას ნიშნავს? ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ლევანს საერთოდ არ აინტერესებს რა ხდება კახეთის გარეთ. აბსოლუტურად არ აინტერესებს, მისთვის არის მთავარი კახეთი. ეხლა ეს არ არის როგორც ჩანს მარტო ლევანის პრობლემა. ქვეყანა დაშლილია და ყველა ფიქრობს მხოლოდ თავის სამთავროს. ნიკო ბერძენიშვილს ჰქონდა ესეთი ფრაზა, რომ ეს არის საქართველოები. და ყველა თავის საქართველოს უფრთხილდა. არის გამონაკლისები, ნუ ლუარსაპირველი ქართლის მეფე. ლუარსაპირველი პირველ რიგში იმით არის გამორჩეული, რომ ეს კაცი აზროვნებს საერთო ქართული მასშტაბით და არა მხოლოდ ქართლის სამეფოს მასშტაბით. და აი ლუარსაბი და ბაგრატი ხვდებიან, რომ მესხეთი არის სერიოზული პრობლემა. რაღაცა უნდა გააკეთონ. ხო, ეხლა თურდება ვითარება კიდე რატო? აი აქ ჯიქები წერია, ეს ჯიქების ცნობილი ტომი, ოსმალეთი ამა ტერიტორიასაც იკავებს. ანუ ოსმალეთი ორი მხრიდან უკვე მოადგა საქართველოს და საფრთხე არის ჩრდილოეთ დასავლეთიდანაც და სამხრეთ დასავლეთიდანაც. ბაგრატი ცდილობს აი ამ საფრთხის უგულებელ იმას, რა ქვია, შეჩერებას. ჯიქეთში აგზავნის მამია გურიელს და მამია დადიანს, მაგრამ 1533 წელია, მაგრამ ეს ლაშქრობა თავდება მარცხით. აი ამის მერე ბაგრატი და ლუარსაბი შედიან მესხეთში. ამარცხებენ მესხეთის მთავარს და იკავებენ მთლიანად მთელ მესხეთს. აი ამ ნაწილს ჯავახეთს იღებს ლუარსაბი, დანარჩენი მთლიანად მესხეთი ჯავახეთის გარდა ემორჩილება ბაგრატ მესხეთს. და ერთი შეხედვით პრობლემა გადაიჭრა, იმიტომ რომ მესხეთი დაიკავეს. მაგრამ პრობლემა არ გადაიჭრა, იმიტომ რომ მესხი აზნაურებისთვის ეს არის ყოველად მიუღებელი. ყველაზე ცნობილი მესხი აზნაური ოთარ შალიკაშვილი მიდის კონსტანტინოპოლში სულთან სულეიმან კანონთან, ეს არის ოსმალეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სულთანი. აი წლების მანძილზე რო გადიოდა სერიალი დიდებული საუკუნე, ხო? აი მე ერთიოდჯერ უყურე სერიალს, ხოჭ მაინტერესებდა როგორაა გადაღებული, იმიტომ თურქები ამბობდნენ რომ მაქსიმალური სიზუსტით გადაიგეს ყველაფერი. მე არ ვიცი ამდენად მაქსიმალური სიზუსტით გადაიგეს, მაგრამ სულეიმანიო ნახევარ საქართველოს შეაყვარეს, ეს ფაქტია. კაცი რომელმაც ამოაგდო მთელი ბალკანეთი და ამოაგდო მთელი საქართველო. თუმცა რა თქმა უნდა ძალიან ჭკვიანი სულთანია, ხარაზეა ლაპარაკი, ოსმალებისთვის ალბათ ერთ-ერთი პირველი მმართველია. ოთარ შალიკაშვილი მიდის სულეიმანთან და მიყავს მცირეწლოვანი ქაიხოსრო ჯაყელი და სულთანს ეუბნება, რომ აი ამისია სამთავრო, ქართველებმა მას სამთავრო წაართოს. აი ესე ვიქმნივარ, აი სეპარატისტული განწყობები. ხო, ეხლა ოთარ შალიკაშვილს იმედი აქვს, რომ სულთნის დახმარებით დაიბრუნებს, ქაიხოსრო დაიბრუნებს მესხეთს და ნუ მერე ოთარი გახდება ერთ-ერთი პირველი თავადი, მაგრამ აი როგორ ისე იგივე კითხავს უბრუნები, როგორ წარმოუდგენიათ, რომ ამხელა იმპერია მოითმეს მერე მათ არსებობას? აი რატო ქონდათ ესეთი წარმოდგენა, რომ აი დათმობებით შეიძლება ოსმალეთთან რამე მიაღწიო? არ ვიცი, მე ვიგებ, პარალელურად მიმდინარეობს ოსმალეთსა და ირანის ომი. 1514 წელს რო იწყება ეს ომი, მთელი 200-250 წელი ეს ბრძოლები გრძელდება და ბრძოლა ძირითადად მიმდინარეობს საქართველოს და სომხეთის ტერიტორიაზე. ანუ პარალელურად იმისა, რომ ცალკე ლაშქრობენ საქართველოში, ამის პარალელურად ეს არეალი ქცეული არის ამ ორი დიდი იმპერიის ბრძოლის არეალად. და სულ არ აინტერესებს დავუშვათ საქართველოში შემოსვლა, აი ამ ირან-ოსმალეთის გამო, აი ბრძოლების გამო, მაინც ქართული ტერიტორიები ოხრდება, განსაკუთრებით აი მესხეთი, იმიტომ რომ სამხრეთით არის ჩაწეული. სულეიმანს იმ მომენტში არც ალია და ეს პერიოდი გადაიდო, მაგრამ 1545 წელს სულეიმანი აგზავნის აქ ჯარს, გაიმართება სუხოის და ცნობილი ბრძოლა, რომელიც ქართველებს მარცხდებიან. ეხლა აქ საინტერესო რამე მოხდა. ბაგრატს ყავს ორი, ასე ვთქვათ, ყველაზე ძლიერი ვასალი. ეს არის გურიის მთავარი და ოდიშის მთავარი, გურიელი და დადიანი. გურიელი დაეხმარა ამ ბრძოლაში. დადიანი არ დაეხმარა. დადიანი იყო გაბრაზებული. რატომ?
როდესაც ბაგრატმა შეიერთა მესხეთი, აი ეს ნაწილი ქვემო გურია, ანუ დღევანდელი აჭარის ტერიტორია, გურიელს გადასცა. და დადიანს არაფერი არ გადასცა. ახლა დადიანისთვის როგორ უნდა გადაეცა? არის საზღვრება. გურიელს რო გადასცა, ბუნებრივია ხა ეს საზღვრება და ის ტერიტორია მიცა. დადიანს არაფერი არ მიცა. ამაზე დადიანი გაბრაზდა. და 10 წლის მერე აღარ დაეხმარა. აი ამ დონეზე აქვს უკვე ქვეყანა დაყვანილი. აი ამ მარცხმა ბაგრატი ძალიან ძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ფაქტობრივად, ეხა, აი აქ ხედავთ, რომ იმერი დასავლეთ საქართველოს ერთიანია. ხო, იმიტომ რომ მეფის ხელისუფლება ვრცელდება დელ დასავლეთ საქართველოს. აი აქ უკვე დაშლილია, დასავლეთ საქართველოს ცალკე არის უკვე გურიის სამთავრო, ცალკეა ოდიშის სამთავრო და ცალკე არის უკვე აფხაზეთის სამთავრო. იმერეთის სამეფოც აგერავა. აი ეს არის ჯავახეთი, რომელიც არის ქართლის მეფის, ლუარსაბმა ეს მაინც შეინარჩუნა ბოლომდე. და აი ამ დიდი მესხეთიდან, რასაც თქვენ ხედავთ დაშტრიხულ ტერიტორიას, ეს უკვე ოსმალებმა დაიკავეს მთლიანად. იქ დამყარდა უკვე ოსმალური მმართველობა და ჯაყელებს დარჩათ აი ეს ტერიტორია. ეს არის დღევანდელი სამცხე და თქვათ აი ერუშეთის ნაწილი. ანუ აი ამ თამაშით ჯაყელებმა ეხლა ოსმალეთი ამ ტერიტორიას ალბათ დაიკავებდა, იმიტომ რომ უზარმაზარი იმპერიაა და წინააღმდეგობის გაცემა რთული იქნებოდა, მაგრამ მეორე არის, რომ ამათ თავიანთი პოლიტიკით ხელი შეუწყეს. ყველაფერი გააკეთეს, რომ ოსმალებს ეს გაადვილებოდა და შედეგად მიიღეს აი ეს უზარმაზარი ტერიტორია დაიკარგა. ეხლა რა ხდება ამ ტერიტორიაზე? ოსმალური მმართველობა განსხვავებულია ეხლა რა? ოსმალეთში კერძო საკუთრება მიწაზე არ არის. ყველაფერი სულთანს ეკუთვნის. ქართველი ფეოდალების მიწაც ეკუთვნის, ანუ ქართველი ფეოდალებისთვის პრობლემატური იყო ეს არა მარტო იმიტომ, რომ თქვა სხვა სახელმწიფო შემადგენლობაში აღმოჩნდნენ, არა მარტო იმიტომ, რომ მე რელიგიური საკითხი ხდება. არამედ იმიტომაც, რომ ისინი ფაქტობრივად მიწას კარგავენ. არჩევანი რა არის? არჩევანი არის ან უნდა დარჩე, მიიღო ის თამაშის წესები, რომელიც ოსმალეთს აქვს, შეიცვალო უნდა რჯული. ან უნდა აქედან სადმე წახვიდე. და იწყება ფეოდალური საგვარეულოების გადმოსვლა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში. მაგალითად, კლდიაშვილები არიან გადმოსული შალიკაშვილები. ციციშვილები არიან გადმოსული ფანასკერტელები. მოდიან აქეთ ნელ-ნელა. გასაგებია, რომ ადგილობრივი მოსახლეობაც მოდის. ოსმალებმა ეს ტერიტორია აღწერეს, აქ შეიქმნა გურჯისტანის ვილაიეთი. აღწერეს ეს გურჯისტანის ვილაიეთი, გამოცემულია ქართულად ეს აღწერა, ორი დიდი ტომი არის გურჯისტანის ვილაიეთის აღწერა, დაახლოებით 1400 სოფელია აღწერილი. აი ამ ვილაიეთის დავთარს რო წაიკითხავ, დარწმუნდებით, რომ ეს იყო ერთ-ერთი ეკონომიკურად ყველაზე დაწინაურებული მხარე, იმიტომ რომ მოდის ყველაფერი. და განვითარებულია ყველაფერი. მეფუტკრეობით დაწყებული, ავიც მეაბრუხშემოუებით დამთავრებული, მესაქონლეობა, მარცვლეობა, ყველაფერი. ოღონდ როდესაც ოსმალები აღწერენ ამ ტერიტორიას, ეს არის 1595 წელი. 1400 სოფლიდან 400 სოფელი დაახლოებით დაცლილია. არავინ აღარ ცხოვრობს. რატო? იმიტომ რომ ეს მოსახლეობა მოდის. ან იღებს ისლამს, სხვა არჩევანი მათ უბრალოდ არ აქვს. მცირე ნაწილი გარკვეულ კომპრომისს ხედავს იმაში, რომ იღებს კათოლიკობას. კათოლიკობას შედარებით ნაკლებად დევნიდა ოსმალეთი, ყველაზე მეტად დევნიდა აქ რა თქმა უნდა მართლმადიდებლობას. ამიტომ იქ პრინციპში ვერავინ არ შეინარჩუნა. აი ამ ტერიტორიაზე რელიგია ვერავინ არ შეინარჩუნა. მცირე ნაწილმა მიიღო კათოლიკობა, უმრავლესობა იღებს ისლამს. ეხლა რა ხდება? 1555 წელს ირანსა და ოსმალეთს შორის იდება ძალიან ცნობილი ამასიის ზავი. ამ ზავით ირანმა და ოსმალეთმა საქართველოს შუაზე გაიყო. დასავლეთ საქართველოს და სამხრეთ საქართველოს ოსმალეთს აი ამ პატარა ნაწილის გარდა, სამხრეთ საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილი ქართლი და კახეთი ირანს.
ოღონდ ეს არის ჯერ დასაპყრობი ტერიტორია, ანუ მათ წინასწარ გაინაწილეს საქართველოს ტერიტორია. მაგრამ ეს განაწილება ჩვენთვის უკვე პრობლემაა. პრობლემაა, იმიტომ რომ ქვეყნის შიგნითაც რომც მოხერხდეს საერთო ომის გამოძებნა, ირანი და ოსმალეთი გაერთიანებას უკვე აღარ დაუშვებენ. აი, სულ ყველა რომ შეთანხმდეს, რომ ხო, ჩვენ ახლა ყველანი ვერთიანდები და თქვა ვიღაცა ერთი კაცი აირჩიეს, თქვა ლუარსაბ პირველი და უთხრეს, რომ შენ იქნები ერთიანი საქართველოს მეფე, აღარ გამოვა, იმიტომ რომ ირანი და ოსმალეთი ამას არ დაუშვებენ. ეხლა ქართველები ხვდებიან, რომ ამასი ზავის დადება მათთვის არის ძალიან მძიმე. არა მარტო ამიტომ, რომ ერთიანობას არ დაუშვებენ, არამედ იმიტომაც, რომ ქართველი მეფე-მთავრები ცდილობდნენ ეთამაშათ ამ ორი სახელმწიფოს მტრობაზე. და გამოდიან პრინციპით, ჩემი მტერი, ჩემი მტრის მტერი, ჩემი მეგობარია, ხო? ან თქვა ოსმალეთის წინააღმდეგ ირანს გამოიყენებ, ირანის წინააღმდეგ ოსმალეთს გამოიყენებ, ეს ყველაფერი, მაგრამ თუ აქ ზავი დაიდო, ეს ლავირების საშუალებაც ისპობა. და რა მოძებნეს ახლა ესეთი ძალიან გულუბრყვილო გამოსავალია, არა სხვა არ ქონდათ. თავის დროზე 1527 წელს, როდესაც ლუარსაბ პირველი ავიდა ტახტზე, მას დაეხმარა ბაგრატ მესამე. იქ ბიძა იყო მისი ტახტზე და ის გადააყენეს. ეხლა მართალია სიძე და სიმამრე არიან, მაგრამ ნუ ეხლა ანგარიში ძმებშიც მოდის და დახმარების სანაცვლოდ ლუარსაბმა ბაგრატ მესამეს მისცა სურამი. ხო? ეხლა სურამი აღმოსავლეთ საქართველოა. პოლიტიკური და გეოგრაფიული საზღვარი გადის ლიხის ქედზე. მაგრამ ნუ მიცა ეს სურამი. ანუ ესე იგი ფორმალურად იმერეთის სამეფოს აქვს ძალიან პატარა, მაგრამ ტერიტორია აღმოსავლეთ საქართველოში. და ოდესაც ირანსა და ოსმალეთს შორის ზავი იდება და ისინი ქვეყანას ლიხის ქედზე იყოფენ, ბაგრატი ეუბნება ოსმალო ელჩებს, რომ სურამი ჩემიაო და არ დაუთმოთ ირანსო. ხო, ანუ ცდილობს ჩამოაგდოს მათ შორის წინააღმდეგობა. ირანელი ელჩები ეუბნებიან, რომ ეხლა ამ ხელას ზავს დებთო და ამ პატარა სურამის გამო ეხლა არგის ზავის ჩაშლა. თან აქ მიდის პროცესები, რომელთა შესახებაც არც ბაგრატმა, არც ლუარსაბმა, რა თქმა უნდა, არაფერი არ იციან. და ეს მე საუკუნეების მერეც ესეა მე-16-17-18-ის, რომ რაღაცა პროცესები მიდის, რომლის ჩვენ მხოლოდ წვერს ვხედავთ და ქართველი მეფე-მთავრები ცდილობენ ეს პროცესები შეცვალონ, იმიტომ რომ გონიათ, რომ ხდება მხოლოდ ის, რასაც ისინი ხედავენ. ეხლა კერძოდ რას გულისხმობ? ეხლა ევროპაში უნდა გადავინაცვლოთ და წარმოვიდგინოთ ევროპის რუკა. ესპანეთი, აი დასავლეთიდან უნდა დავიწყოთ. ესპანეთი, საფრანგეთი და მერე საღვთო რომის იმპერია, რომელიც მოიცავს დღევანდელ ცენტრალურ ევროპას, ხო, გერმანია, ავსტრია, ჩეხეთი და ეს ტერიტორია. ესპანეთში და საღვთო რომის იმპერიაში მმართველობს ერთი და იგივე საგვარეულო, ეს არის ჰაბსბურგების ცნობილი საგვარეულო. და საფრანგეთი მოქცეული არის მათ შუაში. ამავე დროს ჰაბსბურგები ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ესაზღვრებიან ოსმალეთს. აი ამ დაპირისპირებაში საფრანგეთსა და ჰაბსბურგებს შორის ფრანგებისთვის ბუნებრივი მოკავშირე არის ოსმალეთი. იმიტომ რომ ოსმალეთი თუ ბალკანეთზე ჰაბსბურგებს ომს დაუწყებს, რა თქმა უნდა საფრანგეთს ეს ძალიან შეუმსუბუქებს ვითარებას. მაგრამ ოსმალეთმა რომ ბალკანეთში დაიწყოს სამხედრო მოქმედებები, ამისათვის ოსმალეთი უნდა იყოს განთავისუფლებული აღმოსავლეთის პროვინციებისაგან, ანუ ირანისაგან უნდა იყოს თავისუფალი. ფრანგულმა დიპლომატიამ ძალიან ბევრი იმუშავა, რომ ირანსა და ოსმალეთს შორის დადებულიყო ზავი. იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ოსმალეთის ინტერესები გადადის ევროპაში, ებრძვის ჰაბსბურგებს და საფრანგეთი აკეთებს თავის საქმეს. აი ამ ხელა პროცესები მიმდინარეობს და ამის შესახებ რა თქმა უნდა ქართველმა მეფე-მთავრებმა არ იციან და ამიტომ ეს მცდელობა რომ სურამის გამო ჩაიშალოს ეს არ გამოვა, ხო? მერეც ესეა და ალბათ დღესაც ესეა, რაღაცა უზარმაზარი პროცესები მიმდინარეობს სოფლიოში, რომლის შესახებაც ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს და ჩვენ უყურებთ მხოლოდ იმას, რაც ჩვენ გვეხება და ამით ვსჯელობთ იმ დიდ პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობს, რომელშიც ჩვენ საერთოდ შეიძლება არავისაც არ ვახსოვოთ რა. ფრანგებს ახლა სულ არ აინტერესებდათ აქ რა ხდება და ვინ არის და რა არის, ხო? მათთვის თავარია რომ აქ ხო ზავი, მორჩა დამთავრდა. სულ არ აინტერესებთ. ანუ ეს საერთაშორისო ვითარებაც აი ესეთი მძიმეა და ესეთი რთულია. აი ამ გაყოფამ ჩვენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაგდო, პლუს ის რომ ნუ დასავლეთ საქართველოს დაიშალა და პლუს ის რომ დასავლეთ საქართველოში დაიწყო ისეთი მძიმე რამ, რაც საერთოდ ყოთას ხიბა.
აი აქ არის ერთი ესეთი მოსაზრება. ოსმალეთმა რაც უნდოდა, აი ეს მესხეთი მთლიანად დაიპყრო. და მე ჩვენ ნახავთ, რომ აი ამ ტერიტორიასაც მთლიანად წაიღებს და იქ ახალციხის საფაშო შექმნა, მანუჩარ ჯაყელია პირველი, ვინც ისლამს მიიღებს, მუსტაფას დაერქვას და 1579 წელს ხდება ფაშა. აი აქ შეეხება დასავლეთ საქართველოს ოსმალეთს ესე არ დაუპყრია. კი, ფოთში ოსმალური გარნიზონი იდგა, ცხუმში ოსმალური გარნიზონი იდგა, მერე ქუთაისში და შოროპანში ჩადგებიან, მაგრამ ესე ტერიტორია არ მთლიანად არ დაუპყრია და არ შეუერთებია. აი აქ შეიძლება კითხვა, რატო? ვერ შეძლო თუ არ შეძლო. და არის ესეთი ვარაუდი, რატო ახსენე მე ეს თქოთასკიდა, რომ არ გააკეთა. იმიტომ რომ თუ ოსმალეთი ამ ტერიტორიას დაიკავებდა, ეს გახდებოდა მისი ვილაიეთი და მაშინ საკუთარ ვილაიეთში თქოთასკიდვა არ გამოდის. და აი არის ეს ვარაუდი, დატოვა, სპეციალურად დატოვა, იმიტომ ეს თქოთასკიდვა ძალიან სარფიანი საქმე იყო. იცით როგორ არის? ჩვენ ახლა წარმოგვიდგენია, რომ ხო, ნაწილი ტყვეებისა, რა თქმა უნდა, იყო მოტაცებული ადამიანები, მაგრამ ახლა გაგიკვირდებათ, რას გეტყვით მე და იყო შემთხვევები, როცა მშობლები შვილებს ყიდნენ. კი? იყო, იმიტომ რომ თქვათ იმდენად გაჭირებული მდგომარეობაა, რომ ერთ შვილს გაყიდის, რომ თქვათ ძალიან ცუდ რამეს ვამბობ, ახლა და საშინელ რაღაცას ვამბობ, მაგრამ ხდებოდა ეს რაღაცები. გარდა ამისა, ეს ამ გაყიდული შვილისთვის არის პერსპექტივა. იქ ქალებისთვის არამხანაში, კაცებისთვის სამხედრო სამსახური. უფრო მეტი არის შემთხვევები, როცა საკუთარ თავს ყიდიან. ეს არ არის ბევრი, ვიმეორებ, მაგრამ არის ესეთი შემთხვევები, ხო? ანუ ეს თავის მხრივ მიგვითითებს რა რთული ეკონომიკური მდგომარეობა არის დასავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში ესეთი რთული ეკონომიკური მდგომარეობა არ ყოფილა, იმიტომ რომ ახლა და აღმოსავლეთში დასავლეთსაგან განსხვავებით სახნავს ათესი მიწა მეტია, მოსავალი მეტია, პროდუქტია მეტია, შემოსავალი მეტია. დასავლეთ საქართველოში ამ მხრივ სერიოზული პრობლემა არის, ხო? და აი ესეთი რაღაცა ხდება. ამიტომ ეს მეზობლობა ჩვენთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ეხლა სახელმწიფო ოსმალეთის თვითონაც ძალიან აგრესიულია. ხო, კი ბატონო, ეხლა სულთნები განათლებული ხალხი იყო და რამოდენიმე ენაც იცოდნენ და ყველაფერი, მაგრამ ეს მათ სახელმწიფოზე არ აისახება. სახელმწიფო არის გვაღრესად აგრესიული და აი არ ვიცი ეხლა ოსმალეთისაგან ჩვენ არაფერი არ მიგვიღია. არაფერი არ მიგვიღია აბსოლუტურად. აი ეს არის ის, რაც აბსოლუტურად ჩვენთვის არის უარყოფითი. მხოლოდ ნგრევა, უბედურება და ყველაფერი. ეხლა ირანს რაც შეეხება, ირანი უფრო ცივილიზებული ქვეყანა გამოდის. და თქვათ ირანიდან კულტურა შემოდის და რაღაცა ეს ირანი ახლა აი რო შეადავთ ირანი და ოსმალეთი. მიუხედავად იმისა, რომ ოსმალეთს თქვათ კავშირი აქვს ევროპას ესაზღვრება და რაღაცები ევროპიდან შედის, ჩვენთვის ირანი ამ შემთხვევაში შედარებით უკეთესი იყო. არაფერი განსხვავება, ისიც იგივეა, რაც მე გითხარით, ალია და ოსმანი ორივე თათარია, მაგრამ რაღაცა მაინც. 1578 წელს ეს ამასი ზავი დაიდო, კი ქვია მუდმივი და საუკუნოვანი ზავი, მაგრამ თქვენ თვითონაც იცით, ესეთი სახელები როგორც არის მუდმივი და საუკუნოვანი ზავი არასდროს არ ამართლებს. ყოველთვის იდება დროებით. როგორც კი ერთი მხარე ნახავს, რომ მეორე მხარე არის სუსტი. 1578 წელს ეს ზავი დაირღვა, იმიტომ რომ ირანში დაიწყო არეულობა, შაჰ თამაზი გარდაიცვალა, ნახევრად ბრმა ხოდაბანდე ავიდა ტახტზე და 1578 წელს ოსმალებმა ეს ზავი დაარღვიეს და ოსმალთა ჯარი დაიძრა ირანის წინააღმდეგ. აი სადღაც აქ სამხრეთ საქართველოს საზღვრებთან მოხდა ცნობილი ბრძოლა, რომელშიც ოსმალებმა გაიმარჯვეს. ძალიან საინტერესოა ჩილდირის ცნობილი ბრძოლა არის, რომელშიც ოსმალებმა გაიმარჯვეს და აი აქ ჩილდირის ტბა. აი აქ მოხდა ეს ბრძოლა. და ამ ბრძოლას შორიდან უყურებს მანუჩარ ჯაყელი 6000 მესხით და უყურებს რატო? ვინც გაიმარჯვებს იმასთან მივა. ოსმალებმა რო გაიმარჯვეს, ეახლა მუსტაფა ფაშას და თაყვანისცა და იმანაც მიიღო, გაითამაშეს ორივე. რა ხდებოდა? ამის მერე წავიდა მანუჩარი სტამბოლში, იქ ისლამი მიიღო და დაინიშნა ფაშად. მუსტაფა შემოვიდა აღმოსავლეთ საქართველოში, დაიკავა გორი, დაიკავა თბილისი და აი აქ
გემონდელ სართი ჭალასთან მას შეხვდა კახეთის მეფე ალექსანდრე მეორე. ლევანი უკვე გარდაცვლილია და 1574 წლიდან კახეთში მეფობს ალექსანდრე მეორე. აი უცებ წარმოიდგენთ ეხლა თქვენ ალექსანდრე მეორის პიროვნებას თუ გეტყვით რომ შაჰ აბასი მას ახასიათებდა ეს ბებერი მელა. გასაგებია ხო? შაჰი რომ ამას იტყვის უკვე ვისთან აგვაქვს საქმე. ძალიან ფრთხილი, ძალიან ეშმაკი, ძალიან დიპლომატი კაცი. როცა საჭიროა ომობს კიდეც და 1578 წელს შეხვდა სართიჭალაში ლალა-ფაშას და აღიარა ვასალობა. ირანის ვასალია. მაგრამ აღიარა ოსმალეთის ვასალობაც. იმიტომ რომ აი ეს პოლიტიკა თუ საჭიროა ყველას და პარალელურად რუსეთთან ურთიერთობებს აგრძელებს. ანუ სამივე სახელმწიფოს, რომელსაც კავკასიაში გაბატონება უნდა, სამივესთან კარგი ურთიერთობა აქვს. რა თქმა უნდა, სამივე ამას დროებით ითმენს. ბუნებრივია. ვიცი, ალბათ ალექსანდრეც ხდება რომ ეს დროებითია და უბრალოდ დროს იგებს გამომდინარე იქიდან, ნუ მერე რა მოხდება. და ქართლი აღმოჩნდა ოსმალეთის მიერ დაკავებული და უკვე ციხეებში, თბილისში და გორში ოსმალური გარნიზონები დგას. ქართლის მეფე სიმონი ამ დროს არის ტყვეთ ირანში. და აი აქ ირანი ვერ ებრძვის ოსმალებს და აი აქ ახსენდებათ რომ ირანში ალამუთის ციხეში ზის ტყვეს სიმონი. სიმონი რომელიც მანამდე თავდადებით იბრძოდა ირანელების წინააღმდეგ, რამოდენიმე ცნობილი ბრძოლა გამართა, 1579 წელს ტყვეთ ჩავარდა აი ეს ცნობილი ამბავი კახაბერ ყორღანაშვილი, რომელმაც უღალატა მეფეს და ირანელებს ხელში ჩაუგდო და აქედან მოყოლებული ყორღანაშვილი გახდა ესეთი სინონიმი მოღალატისა. დაემთხვა ერთმანეთს ირანის და სიმონის ინტერესები. იმიტომ რომ ირანელები კარგად მიხვდნენ რომ საკმარისია სიმონი გაანთავისუფლონ, რომ ის დაიწყებს ბრძოლას ოსმალების წინააღმდეგ. ეს ამ შემთხვევაში შედის ირანის ინტერესებში. 1578 წელს სიმონი გაანთავისუფლეს, ერთი ინფორმაციით მან მანამდე ისლამი მიიღო და ამიტომ მეორე ინფორმაციით ისლამი არ მიუღია, ნუ ასეა თუ ისეა სიმონი ბრუნდება და იწყებს ბრძოლას ოსმალების წინააღმდეგ. აი არ ვიცი, აქ ისევე საკითხი დგება ამ ორ დიდ სახელმწიფოს შორის ომი, ჩემი მტრის მტერი, ჩემი მეგობარია. აი რამდენად მისაღები იყო. თუმცა სიმონს პრინციპში არჩევანი არ აქვს. ნუ ერთი არჩევანი ქონდა ოსმალების ხარეს გადასულიყო, მაგრამ სიმონი არ არის კაც ვინც ესე ვიღაცის ხარეს გადავა. და იწყება მისი ბრძოლის მეორე ეტაპი, ძალიან მძიმე ბრძოლის ეტაპი, რომელიც თავდება იმით, რომ 1600 წელს სიმონს ტყვეთ ჩაიგდებენ და სტამბულში წაიყვანენ, იედიყულეს ციხეში ჩასვამენ ტყვეთ. ყოველ შემთხვევაში ასე წერია ოსმალურ წყაროებში, რომ სტამბული, კონსტანტინოპოლი იგივე 3 დღე ზეიმობდა სიმონის შეპყრობას. აქ წარმოიდგინეთ, ხო, ამ პატარა ქართლის მეფე, ესე იგი 3 დღე რო იზეიმეს, ანუ რამხელა პრობლემები შეუქმნა ამ იმპერიას. სამ კონტინენტზე ამ დროს ოსმალეთი გადაჭიმული, აფრიკა, აზია და ევროპა. უზარმაზარი იმპერია შიშიზარსებს მთელს ევროპას. ვენას მიადგა, რამის აიგო ვენა. და აი ასეთ ვითარებაში ვართ. 1587 წელს ირანის ტახტზე ადის ძალიან საინტერესო პიროვნება. ირანის ტახტზე ადის შაჰი აბას პირველი. ჩვენთვის არ ვიცი, ალბათ თემურლენგის მერე ყველაზე დიდი იმპერია არის აბას პირველი. მაგრამ ირანისთვის უდიდესი შაჰია. მართლა ძალიან დიდი შაჰი იყო, რომელმაც ირანში სერიოზული რეფორმები ჩაატარა. მოდერნიზაცია ირანის, რეგულარული არმიის შექმნა, არტილერია, სახელმწიფო რეფორმები, ყველაფერი აბასს უკავშირდება. აი ეს გახლავთ აბასი. ეს ცნობილი მინიატურაა, აი ეს არის აბასი, აბას პირველი და მას ყავდა უახლოეს თანამებრძოლი. ადამიანი, რომელიც ყველაფერში მას გვერდში ედგა, რომლის მეთაურობითაც პრინციპში ხორციელდებოდა მთელი ეს რეფორმები, აი ეს პიროვნება. ეს არის ალავერდი-ხანი, რომელიც ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ეს კაც ქართველია, ეს არის უნდილაძე. ალავერდი-ხან უნდილაძე. ესეთი ის აქვს შახს ნათქვამი პორტუგალიის ელჩთან, რომ მთელი ირანი მე მემორჩილება და მე მემორჩილები ალავერდი-ხანს.
რა თქმა უნდა, გასაგებია ეხლა ხუმრობი თქვა, მაგრამ ძალიან გავლენიანი კაცია ალავერდი-ხანი. და ნუ აი ეს მისი ცნობილი ხიდი ისპაჰანში, ალავერდი-ხანის მიერ აგებული ხიდი, თავისი თაღებით, ფერეიდნელ ქართველებში არის ეს ლეგენდა, რომ 33 თაღია, იმიტომ რომ ქართულ ამბანში არის 33 ასო. თუმცა ეს არასწორია, იმიტომ რომ იმ დროს ქართულში 38 ასო იყო. ან მეორე ვერსია აქვს, რომ 33 თაღი არის ქრისტეს 33 წელი და ნუ ეს ყველაფერი მითებია, ალავერდი-ხანმა რატო გააკეთა ამდენი თაღი არავინ არ იცის, მხოლოდ ალავერდი-ხანმა იცოდა. და პირველი რაც გააკეთა აბასმა, იყო რომ 1590 წელს დადო ზავი. და მთელი აღმოსავლეთ, მთელი კავკასია და მთელი საქართველო დაუთმო ოსმალეთს. მაგრამ მოიგო დრო და დაიწყო რეფორმების გატარება. და ოდესაც ჩათვალა რომ მზად არის 1603 წელს დაიწყო ომი ოსმალეთის წინააღმდეგ და ალყა შემოარტყა ერევნის ციხეს. ეს მნიშვნელოვანი ციხე იყო ერევნის ციხე, რომელსაც ოსმალები იცავენ. და თავისთან იბარებს ორ კაცს, თავისთან იბარებს კახეთის მეფე ალექსანდრეს და ქართლის მეფე გიორგი მეათეს. ქართლის მეფე რა თქმა უნდა იმ წუთას გამოცხადდა აბასთან, ალექსანდრეც კადია არა, ალექსანდრე ფრთხილი კაცია, ალექსანდრემ უნდა ნახოს ვინ გაიმარჯვებს, საითკენ გადაიხრება სასწორი და იქით წავა. ამიტომ დააყოვნა, წავიდა და მხოლოდ მას მერე მივიდა შაჰთან, ოდესაც უკვე ცხადი იყო, რომ შაჰი ერევნის ციხეს აიღებს. რა თქმა უნდა, საპატიო მიზეზი უთხრა შაჰს, რატო ვერ ჩამოვიდა. აბასმა ცხადია გაითამაშა და უთხრა, რომ ყველაფერი გასაგებია, ორი დიდი ეშმაკი კაცი ესაუბრება ერთმანეთს. აი ამის მერე გიორგი მეათე გამოგზავნა საქართველოში, ხოლო ალექსანდრე თავისთან დაიტოვა. ეხლა რა ხდება? აბასმა გიორგის თხოვა მომეციო ტერიტორია აი აქ. ქვემო ქართლია ეს, აი ლორეს ოლქი და ის. სადაც მან ჩამოასახლა მომთაბარე თურქმანული ტომი. ამ ხარეს ჩვენ ვეძახით მეორენაირად ბორჩალოს. ბორჩალოს ტომი ჩამოასახლა და ამიტომ ვეძახით ჩვენ ამ ხარეს ბორჩალოს და ისინი იქ დაასახლა. ნუ მათი შთამომავლები არიან ნაწილობრივ დღევანდელი ჩვენი აზერბაიჯანელი მოქალაქეები, რომლებიც ქვემო ქართლში ცხოვრობენ. ნუ ეხლა რა უნდა ეკრა გიორგი მეათეს? ნუ ეს ისე გამოვიდა, იცით, გიორგი მეათეს და ალექსანდრეს სოფლები მიცა ირანში. აი შეუნდათ ამათი სოფლები ირანში, მაგრამ მიცა. და სამაგეროდ უთხრა, რომ თქვენი სამეფოს პატარა ნაწილი მომეცითო. კახეთს გამოართვა აი აქ კაკენისელი. გაღმა მხარე კაკენისელი გამოართვა და აქ სასულთნო შექმნა. ანუ შაჰი ჭკვიანი კაცია, პლაცდარმებს ქმნის უკვე. მერე დაიკავეს ეს ტერიტორია. ეხლა რა შეა საქმე? 1595 წელს ალექსანდრემ დადო ხელშეკრულება რუსეთის თავართან. რუსეთის მეფესთან თევდორე ივანეს ძესთან. მანამდე მთელი 100 წელი ეს ურთიერთობა იყო, მაგრამ წერილობით ხელშეკრულება დადებული არ იყო. აი ახლა აქ დაიდო ეს წერილობით ხელშეკრულება. აბასი უჭკვიანესი კაცი იყო და აბასი მიხვდა რომ აქ თუ რუსეთი მოვიდა, აღარც ოსმალეთი გაჩერდება და აღარც ირანი გაჩერდება, იმიტომ რომ რუსეთი გაცილებით ძლიერია. და აბასი მიხვდა რომ ალექსანდრესთან რაც არ უნდა ილაპარაკოს, ალექსანდრე რა პირობებიც არ უნდა დადოს, ალექსანდრე რუსეთის კაცია, მოსკოვისკენ იყურება. და ამიტომ ალექსანდრე მოიცილო შაჰმა და გადადგა ეს ცნობილი რადიკალური ნაბიჯი, როდესაც 1605 წელს ალექსანდრე გამოგზავნა უკან, თან გამოატანა მისი შვილი კონსტანტინე. კონსტანტინე, რომელიც მცირე წლის იყო, როცა მცირე წლოვანი იყო, როცა ირანში წაიყვანეს. კონსტანტინე ირანში გაიზარდა, ალბათ კი არა იცოდა რომ ალექსანდრე მამამისია, მაგრამ არანაირი გზნობები ამ კაცის მიმართ არ ჰქონდა. მისთვის შაჰი იყო, დედაც, მამაც და ყველაფერი. ამიტომ როცა შაჰმა დაავალა რომ თუ შეატყობ რომ ალექსანდრე რუსეთისკენ მიიწევს მოკალი, კონსტანტინემეს გააკეთა. და მამა მოკლა. ძმა მოკლა, ძმისშვილი ყავდა პატარა, რომელიც ეს არის ის ცნობილი ამბავი გრემში რომ მოხდა 1605 წლის 12 მარტს. გრემის ცნობილი ძაგემის ცნობილი ტრაგედია.
და ძმისშვილი ყავდა, რომელიც თუ არ ვცდები 5 წლისაა თუ 6 წლისაა, რომელიც არ კონსტანტინემ არ მოაკვლევინა, გაგზავნა ირანში და იქ გააზრდებინა. და ეს პატარა ბიჭი გაიზარდა, იყო ყიზილბაშებზე უფრო ყიზილბაში. რაღაც სასტიკად საშინელი ყიზილბაში გაიზარდა, ხო? ეხლა მდგომარეობა გართულდა. ამას მერე მოყვა ის ქეთევან დედოფლის ცნობილი აჯანყება 1605 წელს და მოკლედ კახელებმა მეფედ ითხოვეს თეიმურას პირველი. ქართლში ამ დროს გიორგი მეათე გარდაიცვალა და ფაქტობრივად ერთდროულად ქართლის მეფე ხდება ლუარსაბი და კახეთის მეფე ხდება თეიმურაზი. დასავლეთ საქართველოში რა ხდება? დასავლეთ საქართველო, როგორც თქვენ ხედავთ, დაშლილია. მაგრამ მესამის მერე აქ ფაქტობრივად ცენტრალური ხელისუფლება აღარ არსებობს და უფრო მეტიც გურიელი და დადიანი ძალიან ხშირად ცდილობენ თავის კანდიდატები დასვან იმერეთის სამეფო ტახტზე. კიდე ერთი მომენტია. ოსმალეთი ნელ-ნელა მოიწევს აფხაზეთის ტერიტორიაზე და ამავე დროს აფხაზეთის ტერიტორიაზე ხდება აქედან ჩრდილოეთ კავკასიის მთებიდან მოსახლეობის ჩამოსახლება. აფხაზეთის ტერიტორია და აფხაზეთის ზღვისპირეთი იცლება, იმიტომ რომ მოსახლეობას გადარჩენის სხვა შანსი არ აქვს. აფხაზთა კათალიკოსის რეზიდენცია იყო ბიჭვინთა. აი აფხაზთა კათალიკოსის რეზიდენცია გადმოაქვთ ქუთაი გელათში, იმიტომ რომ ბიჭვინთა უკვე დაუცველია. აი აქ ცხუმის ჩრდილოეთით აქ იყო ძველი თავდაცვითი კედელი. ჯერ კიდე დიდი ომიანობის დროინდელი და სამეგრელოს მთავარი ლევან დადიანი, რომელიც ახლა გამოჩნდება ასპარეზზე, ის აღადგენს ამ კედელს და ის ცდილობს აქედან დაიცვას როგორმე ოდიში. ერთადერთი სერიოზული ფიგურა დასავლეთ საქართველოში ეს არის ლევან დადიანი. ეხლა როგორ არის ისიც ლევან დადიანზე საუბრისას ხშირად არის ესეთი საუბარი, რომ სეპარატისტია. რატო? იმიტომ რომ ლევან დადიანს აინტერესებს მხოლოდ სამეგრელო. ხო, მაგრამ მე გითხარით, ეს არ არის გამონაკლისი, ესე იყო ლევან კახთა მეფე, ესე არიან სხვაებიც, დაშლილია რა ქვეყანა და ყველა ფიქრობს, რომ თვითონ გადარჩეს. ლევანი უაღრესად თხილი კაცია, 20 წელი მასთან სამეგრელოში ცხოვრობდა კათოლიკე მისიონერი არქანჯელო ლამბერტი, რომელმაც დაწერა სამეგრელოს აღწერა, ძალიან საინტერესო დოკუმენტია და იქ წერს არქანჯელო ლამბერტი ესეთ რამეს, რომ ლევანი რო დაბადებულიყო ევროპაში და მიეღო სათანადო განათლება, ამაზე კარგი მმართველი ევროპაში არ იქნებოდა. იმიტომ რომ ბუნებით არის უაღრესად ნიჭიერი, ენერგიული ყველაფერი. მაგრამ არქანჯელო ლამბერტი წერს, მაგრამ აქ დაიბადა და აქ გაიზარდა. ხო, ნუ რა უნდა ქნასო. ოსმალეთის ელჩები რო ჩადიოდნენ ლევანთან, ლევანი სპეციალურად ეუბნებოდა თავის მხლებლებს, რომ უგზოობით უნდა ეტარებინათ და ხვდებოდა არა თავის სახლში, ხვდებოდა ვიღაცის დაქცეულ სახლში, სადაც უმა ჩამოდიოდა. და ეუბნებოდა, რომ ეს არის ჩემი, რატო? რომ ამათ მე სტამბულში ჩაეტანათ, რომ დაქცეული ქვეყანა არაფერი არ აქვს და შეიძლება წავართვათ, არა? მაგრამ ძალიან ჭკვიანი კაცია. ამ დროს ევროპაში არის ძალიან დიდი მოთხოვნილება აბრეშუმზე. და აბრეშუმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმწოდებელი არის ირანი. ოღონდ ირანიდან ეს ყველაფერი გადის ზღვით, სპარსეთის ყურით გადის. საკმაოდ ძვირი ხდება. ეხლა აბრეშუმზე რატო არის დიდი მოთხოვნილება? ჯერ ერთი ძალიან ლამაზი ქსოვილია, ხო? და მეორე, მაპატიეთ ხა ამას რო გეტყვით, მაშინდელი ევროპის ჰიგიენა საკმაოდ დაბალ დონეზე იდგა. და ფრანგული პარფიუმერიის ესეთი განვითარების ერთ-ერთი შედეგი სწორედ ეს არის. აბრეშუმი არის ქსოვილი, რომელშიც ტკიპა არ ცხოვრობს. ვერ იყიდებს, ხო? არ ვიცი რა არის, ტკიპა ცნობილი ფაქტია, ტკიპა არ ცხოვრობს და წარმოიდგინეთ აბრეშუმის ტანსაცმელი შვება არის, ხო? ანუ აბრეშუმზე არის უზარმაზარი მოთხოვნილება. და ლევან დადიანი ასეუბნება, იცით ევროპელ ელჩებს, რა თქინდათო ზღვიდან რო გაგაქვთო? სამეგრელოს გავლით გაიტანეთო. ანუ კაცი ხვდება, რომ თუ არ დაინტერესა, თუ რაღაცა ფუნქცია არ შეიძინა, არაფერი არ გამოვა. და აი ესეთ იდეას თავაზობს, ანუ
საქართველოსზე გაიარო სამ საოჭრო გზა. ხედე აქ არ გამოდის ახლა პატარა ლევან დადიანის გამო არავინ არ შეცვლის ამ მარშრუტს, მაგრამ აქ თავი თვითონის კაცი არის, ეს მისი ფიგურა, ეს როგორ ფიქრობს, როგორ აზროვნებს, რომ ეს ყველაფერი შეუძლია. ყველაფერს თავი დაანება ვერქის კავსანი გადააწერინა და მოახატინა. ხო, უაღრესად მნიშვნელოვანი კაცია. ეს ირან-ოსმალეთის ომები გრძელდება. და ნუ 1609 წელს ოსმალები ლაშქრობენ, უბრალოდ ოსმალებს ეხმარებიან ყირიმელი თათრები. და აი ყირიმელი თათრების ლაშქრობა ეს 1609 წელი, ეს ცნობილი დაშისკარის ბრძოლა და გამოჩენა ასპარეზზე აი ამ პიროვნებისა. ცნობთ ყველანი, ეს არის გიორგი სააკაძე, დიდი მოურავი. კაცი, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოში ძნელია მოძებნო მეორე პიროვნება, რომელზეც არის ასეთი ურთიერთ გამომრიცხავი მოსაზრებები დაწყებული იქიდან, რომ არის ეროვნული გმირი, დამთავრებული იმით, რომ ეს არის ეროვნული მოღალატე. სიმართლე რო გითხრათ, ეხლა ამაზე არ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ეს უზარმაზარი თემაა. ყველაფერს აქვს, ორივე მხარეს აქვს თავისი არგუმენტები. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რაც წყაროში წერია, იქიდან რას დავიჯერებთ და რაზე ვიტყვით, რომ მოუგონეს. თორე არგუმენტები იმისიც არის და იმისიც არის, ხო? ჩემი დამოკიდებულება პირადად ესეთია, რომ რა თქმა უნდა უნიჭიერი კაცია, ბრწყინვალე სარდალია. ეხლა მანდამეც სამაგალითო არ არის რა, მე რომ გითხოთ. თუ მისი ინტერესები ემთხვევა ქვეყნის ინტერესებს, ხო კარგი, თუ არ ემთხვევა და ქვეყნისთვის ცუდი. ბევრი მინუსი აქვს, ბევრი პლუსი აქვს, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი, ერთი პლუსით მეტი მაინც აქვს და ეს არის რა თქმა უნდა მარტყოფი. რო არა გიორგი სააკაძე იქ კაცშვილი არ იყო იმ აჯანყების მომწყობი, ხო? და აი ეს ეპოქა, გიორგის ეპოქა, ეს ახლა რაღაცები გამოვტოვოთ. ხო, ნუ აღმოსავლეთ საქართველოში ირანი ცდილობს ფეხის მოკიდებას. და აი აქ აქვს შაჰს ის ცნობილი იდეა, რომელიც არავის არ ქონდა მანამდე. ნუ აი თუ არ ჩავთვლით ხოსროს მე-6 საუკუნეში. მომთაბარე ტომების ჩამსახლება. ესე იგი, კახეთი შაჰ-აბასის ლაშქრობებამდე არის ქართულ კუთხეებს შორის ყველაზე ეკონომიკურად და პოლიტიკურად განვითარებული მხარე. იმიტომ რომ აი ეს 100 წლიანი მშვიდობა კახეთის ბუნებრივია აისახა ამაში. განვითარებულია მეაბროშუმეობა, მევენახეობა, კახელი ვაჭრები დადიან ირანში, დადიან ასტრახანში, 12000 კაცის გამოყვანა შეუძლია ალექსანდრეს. მოკლედ, ერთ-ერთი ყველაზე აყვავებული ქვეყანაა. შაჰ-აბასის 4-მა ლაშქრობამ კახეთი მიწასთან გაასწორა. 200,000 კაცი გაასახლა, დაახლოებით 100,000 დაიღუპა. აი ესეთი მიზანმიმართული, ანუ აი რატო თქვი მე შაჰ-აბასი თემურლენგის მერე. ერთი თემურლენგი იყო ესეთი, რომელსაც ჰქონდა ეს პოლიტიკა, რომ დაპყრობა არ მაინტერესებს, ხარკი არ მაინტერესებს, მინდა უბრალოდ მოსპო. აი ეს იყო მისი პოლიტიკა, უბრალოდ უნდა განადგურდეს და მეორე არის აბასი. რომელიც ხვდება, რომ აქ ვერ მოიკიდებს ვერანაირად ფეხს, ვერაფრით ოსმალეთს პრობლემებს ვერ შეუქმნის, თუ არ დაიმორჩილა ეს მხარე. ქართველებს ვერ იმორჩილებს. ნუ მაშინ არის უბრალოდ მათ უნდა გაანადგურო რა ეს ხალხი რა. ნუ არ გამოდის ეს, იმიტომ რომ ამას მარტყოფი, ნუ მარტყოფამდე ეს ცნობილი ამბავი ქეთევანის წამება, ისე შაჰირა უცნაური ადამიანი, უცნაური როგორ ის იყო. ქეთევანის წამება დაავალა ალავერდი ხანის უფროს შვილს იმამ ყული ხანს. ალავერდი ხანის ორი შვილი ყავდა, იმამ ყული ხანი და დაუდ ხანი. ორივე ძალიან გამორჩეული მმართველები იყვნენ. იმამ ყული ხანს ირანის ვიცე-შაჰს ეძახდნენ. საინტერესოა იცით, არც ერთ უნდილაძეს არასდროს საქართველოს წინააღმდეგ არ ულაშქრია. აი ეს ანტისააკაძისტებს მოყავთ ხოლმე ყოველთვის არგუმენტად რა, რომ სააკაძეს არ შეეძლო უნდა ელაშქრა. აბა უნდილაძემ რო არ ილაშქრეს. ხო, აი არ ვიცი შაჰი რატო იქცეოდა ესე. და ხო, კიდე საინტერესო ვერსია ის არის, რომ ალავერდი ხანი მოკლეს და მოკლეს შაჰის ბრძანებით. ხო, იმიტომ რომ ძალიან უკვე ძლიერი იყო. კიდე ერთი საინტერესო ვერსიაა, რომ ალავერდი ხანი მოკლეს შაჰის საქართველოში ლაშქრობების დაწყების წინ.
და არის ესეთი ჰიპოთეზა, რომ იქნებ იმიტომ, რომ შაჰი არ ენდობოდა მაინც და იცოდა, რომ ეს ქართველებში არ ილაშქრებს. ასეა თუ ისეა, იმამ ყული ხანს დაავალა ქეთევანის წამება. იმამ ყული ხანი დიდ პატივს სცემდა ქეთევანს და სთხოვდა, ეხვეწებოდა, რომ ვერ დაგიცავო, გამორიცხულია, ვერ დაგიცავო, შირაში ცხოვრობდა მასთან, მიიღო ისლამი. ხო მიუღიათო ეხლა ბიძა შენს მამა შენს ამ დროს ბაგრატიონები უკვე იღებენ ისლამს და არაო თქვა ქეთევანა გასაგებია ეხლა ეს აბსოლუტურად ლოგიკური იყო იმიტომ რომ ქეთევანი იყო სიმბოლო და მისი დაცემა იქნებოდა შაჰის ასე ვთქვათ იდეოლოგიური გამარჯვება და 1624 წლის 12 სექტემბერს აწამეს რა საინტერესოა მე თეიმურაზ პირველმა რომ დაწერა ეს თავისი პოემა წამება ქეთევან დედოფლისა სხვაჩვენს თეიმურას ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ძმებუნდილაძეებთან. აი მიუხედავად იმისა, რომ იმიტომ იცოდა, რომ ისინი არაფერ შუაში არ იყვნენ და მოხდა ძალიან საინტერესო რამ. მე მარტყოფი მარავდა ეს ბაზალეთია რა. ბაზალეთის ცნობილი ბრძოლა თეიმურაზ პირველსა და სააკაძეს შორის ბაზალეთი, რომელიც დარჩა ესეთი სიმბოლო ძმათამკვლელი უაზრო ბრძოლისა. ქართველებს სამწუხაროდ მანამდეც და კიდევ უფრო სამწუხაროდ მერე არაერთხელ უბრძოლიათ ერთმანეთის წინააღმდეგ, მაგრამ ბაზალეთი მაინც აი დარჩა ესე. რატო? ალბათ იმიტომ, რომ ორივე მხარე ესე მიზან მიმართულად ემზადებოდა ამ ომისთვის. აი გულ და გულ ემზადებოდნენ. გეგონება ახლა ირანს ან ოსმალეთს უნდა ებრძოლო. სააკაძემ სხვათაშორის მარტყოფის და მარავდის მერე ოსმალეთის სულთანს დაუკავშირდა და დახმარებას თხოვა. თუმცა სულთანი არ დაეხმარა. სულთანმა უთხრა იბრძოლე და მე დაგეხმარებიო, მაგრამ ეს იბრძოლე არ გამოდიოდა, ხა რესურსები აღარ იყო. ამას დაერთო ეს ბაზალეთის ცნობილი ბრძოლა, რომელშიც თეიმურაზმა გაიმარჯვა და სააკაძე იძულებული გახდა უკვე მეორე წასულიყო ემიგრაციაში, ირანში ცხადია ვერ წავიდოდა და წავიდა ოსმალეთში, სადაც 1629 წელს მას გალატი დააბრალეს და თავი მოკვეთეს. 1629 წელს გარდაიცვალა აბას პირველი და ეს არ ეხება ახლა ამ იმპერიებს, მაგრამ მაინც გავიქცეოთ, რომ 1629 წელს რომში დაიბეჭდა პირველი ქართული წიგნი, ეს არის ნიკიფორე ირმაკის მიერ დაბეჭდილი ქართული ლიტერატურული ლექსიკონი. ეს არის ჩვენი პირველი დაბეჭდი წიგნი, რომელიც არსებობს და ძალიან მნიშვნელოვანია. რამოდენიმე ეგზემპლარი არსებობს და ინახება. მესხე დავკარგეთ. კი ბატონო, იქ მერე მანუჩარი, მუსტაფა ისევ გაქრისტიანდა, მანუჩარი დაირქვა, სიმონ პირველის ცოლი, ქალიშვილი ელენე ცოლად მოიყვანა, მესხე იქ სამცხეში დიდი აჯანყება დაიწყო, გმირულად იბრძოლა, მაგრამ დრო დაკარგულია, მორჩი წასულია. დაკარგულია დრო და აი ესეც, რაც ჰქონდათ დარჩენილი ჯაყელებს, ჯავახეთი და სამცხე, ესეც დაიკარგა. 1/3 საქართველოს დავკარგეთ. უზარმაზარი ტერიტორია, უზარმაზარი კულტურული მემკვიდრეობა, უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი და არ ვიცი, იცით, არის რაღაცა ზოგჯერ ისტორიაში, რაც ისი მატერიალიზაციაც არ ხდება და რაც მატერიალურად არ იხსნება. ეთყობა, მაგრამ აი ის რომ ეს მხარე, საიდანაც იდეაში დაიწყო საქართველოს გაერთიანება, რომელიც იყო ერთ-ერთი ცენტრი კულტურისა, რომ დავკარგეთ, ამან ეთყობა რაღაცა ქართველებს იმოქმედა ძალიან მძიმედ. აი მენტალურად იმოქმედა, რაღაცა გატეხა ამან ქართველებში, რომ აი ეს დავკარგეთ. აი ეს ტერიტორია, რომელიც შაჰმა წაიღო ქართლის, ეს კაკი და ენისელი, რომელიც წაიღო და დასავლეთ საქართველოს კიდე სვანეთის სამთავრო გამოიყო, მოკლედ დასავლეთ საქართველოში არის სრული ანარქია. ერთადერთი კაცი, რომელიც აქ ცდილობს რაღაცის გაკეთებას, ეს არის ლევან დადიანი. და ძალიან საინტერესოა, რომ ამას აქვს მნიშვნელობა, ლევან დადიანის ბაბუა იყო ალექსანდრე კახთამეფე. და 10 წლამდე ლევან დადიანი იზრდებოდა კახეთში. ეხლა მე ვერ გეტყვით 10 წლის ბავშვზე რა გავლენა იქონია ბაბუამ ალექსანდრემ, მაგრამ როგორც ჩანს რაღაცა იქონია რა, ყოველ შემთხვევაში გენეტიკა თავის ეშვება და ისიც რომ 10 წლამდე ის იქ იზრდებოდა. აი ეს ალექსანდრეს ეშმაკობა, ალექსანდრეს სიფრთხილე, ალექსანდრეს დიპლომატია, ეს ლევანს აუცილებლად გამოყვა. მაგრამ ქვეყანა კატასტროფულ მდგომარეობაშია, ესე იგი, დასავლეთ საქართველოს შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქ კატასტროფაა, ანარქია, ყველა ებრძვის ყველას, საშინელი ეკონომიკური პრობლემები,
მეფეები იმერეთის ტახტზე იცვლებიან ლამის ყოველ წელს. აღმოსავლეთ საქართველოში მეტნაკლებად არის ეს, რა ქვია, სამეფო ხელისუფლება, მაგრამ ხდება რა? 1632 წელს ქართლის მეფედ ინიშნება როსტომ-ხანი. ეხლა რა ხდება? ძალიან საინტერესო რამ არის. ირანის სამეფო კარზე საკმაოდ ბევრი ქართველი იყრის თავს. ეს ძალიან საინტერესოა. სხვა ქვეყნის ტერიტორია სახელმწიფო სათავეში, სახელმწიფოში ქართველები, რომლებიც წინააღმდეგებიან, ხო? ნიჭიერი ხალხი ვიყავით და ვართ. განსაკუთრებით აი სამხედრო თვალსაზრისით და აი ამ ხრივ ამ დიდ სახელმწიფოებში მათ ეხსნებათ ეს გზა და სერიოზულ წარმატებებს აღწევენ, რა. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ გიორგი წავიდა ირანში და არ წავიდა თქვათ იმერეთში ან სამეგრელოში დასამალად, ის იყო, რომ ეს კაცი გძნობს თავის პოტენციალს, რა, და ხვდება, რომ დიდი ასპარეზი ძირდება და ირანში სერიოზულ წარმატებებს აღწევს, იქ ბაღდადს აიღებს და ძალიან ცნობილი სარდალია, თქვათ შორის ერთ-ერთი მორიგი მიღებისას შაჰმა იხმო თავისთან გიორგი იქვე დაისვა და საუბრობენ და ვერავინ ვერ იგებს რა ენაზე საუბრობენ. და ევროპელი ელჩები ეკითხებიან ირანელებს, რომ რა ენაზე საუბრობენო და ეს ცნობილი ფაქტია, ქართულად. აბასი ლაპარაკობდა ქართულად. ეხლა ის გაპრები, რომ აბასის ბებია ქართველი იყო, ეს არ არის სწორი. ერთი პერიოდი სხვათა შორის ითვლებოდა მართლა თვლდნენ, მაგრამ მერე გაირკვა, რომ აბასზე არ არის საუბარი. საუბარი არის აბასის ნახევარ-ძმაზე. რომელიც მანამდე იყო შაჰი, ცოტა რამოდენიმე თვე და მერე მოკლეს და აბასი ავიდა ტახტზე, მაგრამ აბასი ქართულად თავისუფლად საუბრობდა. ბავშვები ჰარამხანაში იზრდებოდნენ, ქართველი ქალები იქ სამწუხაროდ საკმაოდ ბევრი იყვნენ, ახლა აბასი უნიჭერესი კაცი იყო და ასევე ქართველი ცოტა. ხო, თუმცა ეგ ჩვენ არაფერში არ გამოგვადგა. რატო გეუბნებით ახლა შაჰის კარზე თავი მოიყარა გიორგი სააკაძემ, როსტომ სააკაძემ, ძმებმა უნდილაძემ, აი ამ კაცმა ხოსრო მირზამ, როსტომ-ხანმა, მაგრამ ამათ განსხვავდა ორიენტაცია აქვთ. დაუდ ხანთან, იმამ ყული ხანთან იზრდება შაჰის უმცროსი შვილი. და ოდესაც აბასი გარდაიცვალა 1629 წელს. ეხლა ყველა ფიქრობს, რომ ირანში დაიწყება არეულობა, მაგრამ აი ამ კაცმა ხოსრო მირზამ, რომელსაც მე ჩვენ როსტომ-ხანს ვეძახით, რომელიც არის ისპაჰანის მმართველი. ის ირანის დედაქალაქის ისპაჰანის მმართველია, ანუ ისპაჰანის ტარუღა ქვია. და საინტერესოა, ისპაჰანის მმართველები ერთი საუკუნის მანძილზე იყვნენ მხოლოდ ქართველები. გამოხმადიანებული ქართველები. პირველი იყო როსტომი და ბოლო იყო ვახტანგ მეფის ძმა. ერეკლე პირველიც იყო ერთი პერიოდი ისპაჰანის ტარუღა, ეს სერიოზული თანამდებობაა ისპაჰანის ტარუღობა, ეს ადვილი არ არის. და აი ისპაჰანის ტარუღა იყო ხოსრო, რომელმაც სასწრაფოდ ჩაკეტა ისპაჰანი და ტახტზე აიყვანა შაჰის შვილიშვილი შაჰ-სეფი. ანუ სხვებს დაასწრო და ირანში წარმოიქმნა ორი დაჯგუფება. ერთი შაჰ-სეფი და მის ირგვლივ შეკრებილი ძალები და მათ შორის წამყვანი არის როსტომ-ხანი და ეს არის ბაგრატიონი. ეს არის სიმონ პირველის ძმისშვილი. სიმონ პირველის ძმა დავითი, იგივე დაუდ-ხანი. დაუდ-ხანის შვილია ეს. დედა წავკისელი გლეხი იყო, მამა მეფე იყო. და 3 წლის იყო, რომ ირანში წავიდა და იქ გაიზარდა, მაგრამ ქართველია. და მეორე მხრივ არის შაჰის უმცროსი შვილი და ძმები უნდილაძეები და თეიმურაზ პირველი. ანუ ირანში შაჰობისათვის მიდის ბრძოლა და ორივე ბანაკში მთავარი არიან ქართველები. ევროპელები წერენ ქართველებმა, რომ მოიდომო ქართველს დასვამეს შაჰასთან შაჰათმა. თეიმურაზმა და დაუდ-ხანმა სცადეს და განჯაზე ილაშქრეს. ეს იყო დაწყება აჯაყების, უბრალოდ ვერ გათვალეს ძალები, დამარცხდნენ, მერე როსტომ-ხანმა იმამ ყული-ხანი მოაკვლევინა, დაუდ-ხანი გამოიქცა, მოკლედ ჩავარდა, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ის არის, რომ აი ამ დაქცეულია ჩვენი ქვეყანა და ესენი იქ ირანის შაჰობისათვის კანდიდატები ყავთ თავისი, რა. აი ეს გახლავთ ლევან დადიანი. ეხლა რა ხდება? 1632 წელს როსტომი ინიშნება ქართლის მეფედ. 67 წლის არის ამ დროს, როცა როსტომი ჩამოდის ქართლში. ხო, ეს ნახატები სულ ყველა ეკუთვნის აი ამ კაცს. ეს არის თეატინელი მისიონერი ქრისტოფორო კასტელი.
რომელიც ხატავდა და გაგვიმართლა ჩვენ დაახლოებით 500-მდე ჩანახატი აქვს ქრისტეფორო კასტელის და ის სააკაძის ის ცნობილი სურათით ქრისტეფორო კასტელის დახატულია. ნუ აი ესე დაუთხანით ეს არის მარიამ დედოფალი. ეს არის ლევან დადიანის და ხო როსტომმა რაქნა როსტომი მუსლიმია. განსხვავებით სხვა ბაგრატიონებისაგან, რომლებიც მოჩვენებით იღებდნენ ბაგრატ იმას ისლამს, ეს ბავშვობიდან მუსლიმია. 67 წლის კაცი ჩამოვიდა და გადაწყვიტა ცოლად მოიყვანოს ლევან დადიანის და, ნუ პოლიტიკური კავშირია. თეიმურას პირველს კავშირი აქვს იმერეთის მეფესთან და ეხლა როსტომი კავშირს ამყარებს სამეგრელოსთან. და იმერეთს და ოდის ერთმანეთში ძალიან ცუდი ურთიერთობა აქვს. ანუ ესეთი კოალიცია იქნება კახეთი და იმერეთი, ქართლი და ოდიში. ნუ ლევანი და როსტომი გაცილებით ძლიერები არიან და აი მოყავს მარიამ დადიანი. მარიამ დადიანის ფრესკა არის ცეცხლში. და მისი შვილის ოტია ბატონიშვილის. სვეტიცხოველში რო შევძანდებით, აი სულ ბოლომდე რო გახვალთ, საკურთხევლამდე რო მიხვალთ, ხელმარჯვნივ, აი ერეკლეს საფლავი რო არის, ხელმარჯვნივ პირველივე სვეტზე. აღმოსავლეთის მხრიდან ხატია მარიამ დედოფალი და ოტია ბატონიშვილი. აქვეა ქორწინების წინ როსტომი მოინათლა. და ჯვარიც დაიწერა და მუსლიმური წესითაც ცოლად მოიყვანა. აი ესეთი კაცია. გენიალური კოლონიზატორია. მის პოლიტიკას მერე გაიმეორებს, რა თქმა უნდა, ისე რო არ იცის მიხეილ ვორონცოვი. ანუ ეს რას ნიშნავს? ის რაც ვერ კეთდება ძალით, ის გავაკეთოთ მშვიდად. როსტომი ჩვენ მეფეს ვეძახით, მაგრამ ირანისთვის ის მოხელეა. ირანში იყო ესეთი თანამდებობა ვალი. 4 ვალი იყო. ქურთისტანის, ლურისტანის, არაბისტანის და გურჯისტანის. ვალი არის ფაქტობრივად შაჰის ნაცვალი, ის ადგილობრივი დინასტიის წარმომადგენელია. და ირანელებისთვის ეს ვალია. ჩვენ კი მეფეს ვეძახით. და გარდა ამისა როსტომმა ჩაუყარა საფუძველი ტრადიციას, რომელიც 100 წელი გრძელდება. ქართლისა და კახეთის ტახტზე ბაგრატიონი ვერევა თუ არ მიიღო ისლამი. 100 წელი ქართველები იღებენ ისლამს. ბაგრატიონები და აი ესე ადიან ტახტზე. როსტომმა ჩაუყარა ამ საფუძველი. ეხლა ანუ როსტომი ირანის კაცია, როსტომი ირანულ პოლიტიკას ატარებს. აქედან გამომდინარე, არანაირი საფუძველი ირანელებს ქართლში ლაშქრობის არ აქვს, რატომ უნდა ილაშქრონ? და ქართლში დამყარდა მშვიდობა. დამყარდა მშვიდობა, დაიწყო მიწის დამუშავება, ეკონომიკურად ქვეყანა გაძლიერდა, იქ სვეტიცხოველი აღადგინა, მარიამა აღადგინა, მაგრამ ცხადია, როსტომის გარეშე ვერ აღადგენდა, იქ მარიამა ქართლის ცხოვრება გადაწერა. ანუ ქვეყანა ნელ-ნელა ფეხზე დგება. და არის როსტომის პოლიტიკის ესეთი შეფასება, რომ ეს ჩვენი კაცია, პატრიოტი კაცია. ხვდება, რომ ეს თეიმურაზის პირველის მუდმივი ომები ქვეყანას აქცევს და ანგრევს და არ არის საჭირო. და საჭირო არის იმპერიასთან აი ესეთი მშვიდი პოლიტიკა, აი კომპრომისის პოლიტიკაა საჭირო. იმიტომ რომ დაინგრა ქვეყანა. და მთელი ეს 1632-დან 58 წლამდე დაახლოებით 26 წელი ქვეყანაში სიმშვიდეა. აი ძალიან საინტერესო კითხვა ჩდება ახლა, აი ეს იმპერიასთან ეს დამოკიდებულება. ესეთი ჯობია თუ ისეთი ჯობია, როგორც თეიმურაზ პირველს აქ, რომელიც იბრძვის გაუჩერებლად. ირანთან ომს შეწირა დედა, 3 შვილი. ნუ ქვეყანა რომ მოისპო და განადგურდა, ეს ცალკე საკითხია. მეორეს მხრივ არის როსტომის პოლიტიკის მეორე მხარე, რასაც ვახუშტი ბატონიშვილი წერს, რომ ვახუშტის არ უყვარს როსტომი. როსტომის რას წერს, რომ დაიწყო ირანული წესების შემოსვლა. აი როგორიც არის მაგალითად ვახუშტის ესეთი მაგალითი მოყავს აბანოში ნებივრობა, დროსტარება, ისლამს როსტომი ცეცხლთაგან მახვილი და არ აუცელებს, მაგრამ ეხლა სამეფო კარზე რო წესებია ისლამ, ანუ როსტომი როგორ უნდა შევაფასოთ? უნდა შევაფასოთ, რომ ეს არის პატრიოტი ადამიანი, რომელიც მიხვდა, რომ ქვეყანა სისხლისაგან დაიცალა და ამიტომ წავიდა ამ კომპრომისზე. თუ ეს არის გენიალური დამპყრობელი, რომელიც მიხვდა, რომ შაჰის პოლიტიკა, რომ მახვილით გაატაროს, არ გამოდის და ესე
ლამაზად დაიწყო ირანული წესების, ირანული გავლენის შემოტანა, ყველაფერი. აი როგორ უნდა შეფასდეს? ამიტომ ისტორიკოსები ვერ თანხმდებით ამაზე. არის ის შეფასებაც და არის ეს შეფასებაც. და აი აქ ჩნდება ეს თავარი კითხვა, იმპერიასთან ურთიერთობაში რომელი გზა ჯობდა? ჯობდა როსტომის გზა თუ ჯობდა თეიმურაზის გზა? მე პასუხი არ მაქვს, ამაზე პასუხი არ არსებობს, ინდივიდუალურად არის. ვიღაცას ისერჩინა, ვიღაცას ისერჩინა. ის თეიმურაზი რო იბრძოდა, მარტო ხო არ იბრძოდა, კაც ხალხი მიყვებოდა. ანუ ხალხს მიაჩნდა, რომ ეს სწორი გზა არის და უნდა იომო და უნდა ბოლომდე იბრძოლო, რა. აი ეს ძალიან საინტერესო მომენტია. და ნუ მე რო გადავალთ ახლა რუსეთზე, ნახავთ რომ იგივე საკეთებს მიხეილ ვორონცოვი. და ჩემის აზრით იგივე საკეთებდა ცეკას მდივნობისას ედუარდ შევარდნაძე. ჩემი აზრია ეს ხო. კი, ბატონო. ეს როსტომის ეს პოლიტიკა, რომელსაც მე აგძელებს მისი შვილობილი, როსტომ შვილი არ აყავს. და შვილობილა დაირჩია ვახტანგ მეხუთე. და მე აგძელებს ვახტანგ მეხუთე იგივე პოლიტიკას. საინტერესოა, ორივე ყუმშია დაკრძალული ირანში. ხო, როსტომი რო გარდაიცვალა, იქ წაასვენეს და ვახტანგ მეხუთე ირანში მიდიოდა გზაში და იქ გარდაიცვალა. ვახტანგ მეხუთის დროს ხდება ის ყველასთვის ცნობილი ის აჯანყება. ბახტრიონის აჯანყება. ხო, ნუ კახეთი მძიმე მდგომარეობაშია, იმიტომ რომ შაჰ-აბას მეორემ აგადგინა თავისი წინაპრის პოლიტიკა. მომთაბარეების ჩამოსახლების ცნობილი არის ხო ის თურქანების ჩამოსახლება, რომელსაც კახეთში ხდება. ლექსიც არის ბახტრიონს ხედან თათრების სიტყვას ამბობენ ძნელსაო, ახმეტას ავჭრით ვენახსა, შიგ ჩავასახლებთ ელსაო. დაახლოებით 80,000 თურქმანი ჩამოასახლეს. ნუ ეს რა არის, იცით, ეს არ არის მარტო დემოგრაფიული ვითარების შეცვლა, ეს არის ქვეყნის ეკონომიკის განადგურება. იმიტომ რომ ამ თურქმანს უნდა საძოვრები. და ჩვენ მიწათმოქმედების ქვეყანა ვართ. ანუ ეკონომიკურადაც ისპობი უკვე. ნუ პრობლემა შეექმნა მთასაც. იმიტომ რომ მთასა და ბარს შორის საუკუნეების მანძილზე არსებობს კავშირი, თქვათ, პროდუქციის გაცვლა, ხო? მესაქონლეობის იცვლება აქ მიწათმოქმედების პროდუქცია. ეხლა ბარშიც მესაქონლეობა იმად ბარში ჩამოსვლა უკვე უჭირთ და ამიტომ არის ამ აჯანყებაში თუშები, ფსაუები და ხელისუფლების მონაწილეობენ. და ეს ცნობილი აჯანყება. შალვა, ელიზბარ და ბიძინან ერისთავის ერისთავი, რომლებაც მოაწყვეს ეს აჯანყება. მაგრამ არის ერთი ძალიან საინტერესო თეორია, რომელიც მანდამაინც გავრცელებული არ გახლავთ, თუმცა საკმაოდ არგუმენტირებულია, მე რო წავიკითხე, რომ აჯანყება მოაწყო ვახტანგ მეხუთე. არაფერ შუაში არ იყვნენ შალვა, ელიზბარი და ბიძინა. კი ისინი ირანში წავიდნენ, კი მათ თავი დადეს ქრისტიანობისთვის, კი ისინი მოწამეები არიან, მაგრამ აჯანყების იდეა და აჯანყება იყო ვახტანგ მეხუთის. ვერ გეტყვით, ხო მეუბნებით, არ არის ეს გავრცელებული მოსაზრება, მიუხედავად იმისა, რომ გამოთქმულია, წიგნიც არის დაწერილი, ნუ ჩემი აზრით რაღაცა არგუმენტები ამას გააჩნია, თუმცა ჩვენ მაინც ტრადიციულად ესე ვსაუბრობთ. ეხლა რა ხდება? კახეთში ამ დროს ხო საინტერესო რა არის, ბრუნდება ერთი ძალიან საინტერესო პიროვნება. რუსეთიდან ბრუნდება თეიმურაზ პირველის ერთადერთი ცოცხლად არჩენილი მემკვიდრე, ეს არის ერეკლე პირველი. ქართლში და კახეთში ამ დროს მეფობენ, ქართლში მეფობს ვახტანგ მეხუთე და კახეთში მეფობს მისი შვილი არჩილი. აი თელავში ბატონისციხე. არჩილის დროს იღებს იმ სახეს პრინციპში, რაც ეხლა აქვს მას. ნუ მე ერეკლე ამატებს კიდე რაღაცებს, ხო? ძირითადად ესეა. ჩამოდის ერეკლე, არჩილი ჩათვლის, რომ ერეკლეს ეკუთვნის კახეთის ტახტი, თან ფიქრობს, რომ შაჰი ერეკლეს დანიშნავს კახეთის მეფედ და არჩილი თვითნებურად ტოვებს ქართლს და გადადის იმერეთში, სადაც ვერ მოიკიდებს ფეხს, არჩილმა ერთი 5 ჯერს ჩადა იმერეთში გამეფება, მაგრამ აფი არ გამოვიდა. საბოლოო ჯამში ბოლოს მოსკოვში წავიდა და მოსკოვში გარდაიცვალა. ერეკლე მიდის ირანში და აქ ირანის შაჰი დგამს ძალიან სპეციფიკურ და საინტერესო ნაბიჯს. გადააყენებს ქართლის მეფე გიორგი მე-11-ს, რომელიც აღარ ატარებს მამამისის ვახტანგ მეხუთის და კიდევ უფრო წინ როსტომის პოლიტიკას. გიორგი მე-11 უკვე
ცდილობს დამოუკიდებლად მიიღოს რაღაც გადაწყვეტილებები. ირანის წინააღმდეგ აშკარად აჯანყებას არ იწყებს, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ უკვე რაღაც თავის გეგმები აქვს. შაჰმა გადააყენა ის და ქართლის მეფე დანიშნა ერეკლე პირველი, რომელიც არის კახელი. ერეკლე ქართლელებს არ ენდობა, კახელებს აწინაურებს, ეს ქართლელების გაბრაზებას იწვევს, მოკლედ აქ პრობლემებია და შაჰი ხვდება, რომ შეცდა. 1703 წელს თავისთან იბარებს გიორგი მე-11-ს, ერეკლე პირველს, ერეკლეს ნიშნავს კახეთის მეფეს, გიორგის ნიშნავს ქართლის მეფედ, ოღონდ ეუბნება, რომ ორივე დარჩებით ირანში. ერეკლე ხდება ისფაჰანის მმართველი და გიორგი მე-11 იგზავნება ავღანეთში. გიორგი მე-11 ხდება ირანის ჯარის სარდალი და იგზავნება აჯანყებული ავღანელების წინააღმდეგ. ორი ქართველი მეფე დაიღუპა ავღანეთში. ეს არის გიორგი მე-11 და მისი ძმა ქაიხოსრო, რომლებიც იქ ირანელთა ჯარს სარდლობდნენ. ავღანელები აუჯახდნენ ირანელებს, ძალიან მძიმე ბრძოლები უწევდათ იქ ირანელებს და აი ამ ირანელებს სარდლობდა ორი ქართველი მეფე, რომელიც აი ამ ბრძოლებს ორივე შეეწირა. და მათ ნაცვლად ქართლში მართველი არის მათი ძმის ლევანის შვილი, თქვენთვის ყველასთვის კარგად ცნობილი ვახტანგ მეექვსე. ძალიან საინტერესო პიროვნება. უაღრესად განათლებული პიროვნება, რომლის სახელს უკავშირდება სტამბის დაარსება თბილისში, ვეფხისტყაოსნის დაბეჭდვა, არ ვიცი, სამართლის წიგნის შექმნა, ცველთა ჯარის შექმნა, სულხან საბას გაზრდილია, გასაგებია. სულხან საბა ნათესავია. სულხან საბას დედა იყო უბრალოდ სულხან საბას მამიდა იყო აი ვახტანგის ბებია. ანუ გიორგი მე-11-ის ქაიხოსროს ამ ლევანის ამათი დედა არის სულხან საბას მამიდა და ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს სულხან საბას მათთან. სულხან საბამ რო დაწერა ის თავისი სიტყვის კონა გიორგი მე-11-ს გაუგზავნა პირველი, ვინც შეაფასა. და ვახტანგი მისი გაზრდილია ცხადია. ეხლა ეს წესი რომ ქართველი უნდა გამუსლიმდეს ბაგრატიონი ძალაშია. და ოდესაც 1711 წელს ყანდაარის იერიშისას დაიღუპა ქაიხოსრო და შაჰმა დაიბარა ვახტანგი, ყველა მიცის რა მოხდება. ვახტანგი ჩავა ირანში, მიიღებს ისლამს და დაბრუნდება. რა მოხდა მოხდა ის რომ ვახტანგმა ისლამი არ მიიღო. და შაჰმა ის ჩასო ციხეში. ქართლის მმართველად დაინიშნა მისი ძმა იესე. იესე რომელიც იყო ყიზილბაში, აი ხო არის გამონათქვამი რომ რომის პაპზე დიდი რო კათოლიკე ვერ იქნებიო რა. იესე იყო ყიზილბაშებზე დიდი ყიზილბაში. ეს ახასიათებს მოღალატეებს, ხო, რო ცდილობენ რომ აი ახალი პატრონის ნდობა რომ მოიპოვონ, ცდილობენ აქ შეიძლება სასტიკები, კაცრე, ანუ იმაზე მეტი გააკეთონ ვიდრე მათგან ითხოვენ რა. ასეთ მაგალითები ისტორიაში ბევრია. აი ესეც ესეთია, ალიკული ხანი. და ქართველებმა სცადეს ვახტანგის დახმარება. აი სულხან საბას ელჩობა ევროპაში, ეს არის მცდელობა ვახტანგის დახმარების. ქართველები ერთადერთ რამეს თხოვენ ევროპელებს, რომ ვახტანგი ქრისტიანულად დაბრუნდეს. იცით თქვენ სულხან საბა რომის პაპს შეხვდა, ლუი მე-14-ს შეხვდა მეფემზეს. არაფერი არ გამოვიდა, ხო, როგორც მუხრან მაჭავარიანს აქ იმ თავის ლექსში, რაც შეიტანა, ის გამოიტანა იქიდან და მე რო ვერსალში მივედი, ამ სასახლის კიბეებზე რო ავდიოდი, აი იქ მაშინ გავიფიქრე, რომ სულხან საბა ამ კიბეებზე რო ავდიოდა, ალბათ მიხვდა, რომ აქ ქართლი არავის არ აინტერესებს. მაგრამ რა უნდა ექნა რა. და მოხდა ძალიან საინტერესო რამ. ქართველებმა წერილი გაუგზავნეს ვახტანგს და უთხრეს, რომ მიიღე ისლამი. ოღონდ დაბრუნდი. იმიტომ რომ შენ რაც გააკეთე, შენმა ძმამ დააქცია და გაანადგურა, ერთადერთი შენ თუ გვიშველი და მიიღე ისლამი. რა ვქნათ ახლა, სხვა გზა არ არის, ხო? აი საინტერესო არის, არა აქვს სხვა გამოსავალი. ვახტანგი თუნდაც იმიტომ არის უნიკალური ადამიანი, რომ იქ ირანში თქვეთ რომ იყო ორი სახელმძღვანელო თარგმნა და დაწერა. გაგიკვირდებათ ახლა, თარგმნა ასტრონომიის სახელმძღვანელო და დაწერა ქიმიის სახელმძღვანელო. წიგნი ზესთა შეზღუდვისა და ქიმიის ქმნისა.
და ამ ქიმიის სახელმძღვანელოს ხელნაწერი არსებობს და ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება საოცარი სანახავია აი თავისი ცდების აღწერით, ამ სინჯარებით, კოლბებით, დახატული აქვს ყველაფერი რა. აი უნიკალური კაცია ახლა. ციხეში ვიღაცა იჯდა და თრიაქს ეცეოდა და ეს იჯდა და წიგნებს თარგმნიდა რა. თან როგორ წიგნებს ასტრონომია და ქიმია ახლა. ძალიან ისეთი კაცია. 1622 წელს შეიქმნა ესეთი ვითარება. ავღანელებმა შეუტიეს ირანის დედაქალაქ ისფაჰანს და შაჰი ითხოვს დახმარებას. ისფაჰანის ტარუღა, მე გითხარით, მაშინაც არის როსტომი, ვახტანგის ძმა. და ითხოვს დახმარებას და ვახტანგის უფროსმა შვილმა ჯარი შეკრიბა, რომ ბიძას დაეხმაროს, მაგრამ ვახტანგმა უთხრა გაჩერდიო. ამავე დროს ირანის მძიმე მდგომარეობით ისარგებლა ოსმალეთმა, იწყებს ირანის წინააღმდეგ ომს და დახმარებას თხოვს ვახტანგს. და რაც მთავარია, ვახტანგს კავშირი აქვს დამყარებული უკვე პეტრე პირველთან. ეს კავშირი არის ელჩის მეშვეობით, არა პირდაპირ უშუალო, ელჩის მეშვეობით და შეთანხმება აქვს ვახტანგს, რომ პეტრე მოვა განჯასთან და მერე პეტრე და ვახტანგი ერთად ილაშქრებენ ირანში. ანუ შეიქმნა უნიკალური სიტუაცია, როდესაც კავკასიის დაუფლებისათვის მებრძოლი სამივე სახელმწიფო, ირანი, ოსმალეთი და რუსეთი, ვახტანგისაგან ითხოვს დახმარებას. და ვახტანგმა უნდა აირჩიოს ირანი, ოსმალეთი თუ რუსეთი. დავით გურამიშვილს აქვს თავის ქართლის ჭირში ეს აღწერილი, რომ ურჩიეს, რომ პეტრესაგან თავი შეიკავოს. არა იმიტომ, რომ იქ რაღაცას ელიან მუხანათობას, რაც მერე მოხდება. არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ ეშინიათ, რომ რუსეთი ვერ მოიგებს. და შევჩებით ამ გაავებულ ირანს. არა გურამიშვილი წერს, რომ მეფე იყო და რასაც უნდა იმას იზამდაო და გადაწყვიტა რუსეთია. აი ეს იყო აი ეს საბედისწერო გადაწყვეტილება ვახტანგისა რა. იმიტომ რომ ნუ პეტრე არ მოვიდა, ვახტანგმა ვერ გავედა მარტო სამხედრო მოქმედებების დაწყება და ნუ ირანისთვის ხადი გახდა რომ ვახტანგმა მას უგალატა. და ირანელებმა ვახტანგი გადააყენეს და ქართლში კახეთის მეფე კონსტანტინე მოვიდა. აი ეს იყო საბედისწერო გადაწყვეტილება ვახტანგისთვის, იმიტომ რომ მან ტახტიც დაკარგა. მან გადაწყვიტა წასულიყო რუსეთში და იქ ურჩიეს რომ არ წასულიყო ან თუ წავიდა და ყველა არ წაიყვანა, რა წავიდა და მოხდა კიდე უარესი რამ, ვახტანგს წაყვა 1200 კაცი. და წაყვა ყველა ვინც კი იყო წერა-კითხვის მცოდნე. ანუ მთელი ინტელექტუალური ელიტა წავიდა. ეს ძალიან ცუდი იყო. ხო, კი მერე ისინი მოსკოვში დასახლდნენ, იქ სტამბა აღადგინეს, წიგნები წერეს, ახუშტიმაც თავისი წიგნი მოსკოვში იქ დაამთავრა, რუსეთში დაამთავრა, კი, მაგრამ ეს არაფერი ქვეყანას არ შველოდა. აი ეს ინტელექტუალური ელიტა მთლიანად წავიდა. თუმცა რაშია იცით საქმე, ვახტანგი ფიგურა იყო. ვახტანგი იყო სერიოზული ფიგურა საერთო ქართული მასშტაბით და მისი ავტორიტეტით იქ იმერეთში ალექსანდრეც კი რაღაც საქმეებს აგვარებს, იმიტომ რომ ეს სერიოზული ფიგურაა და ამისი წასვლა ყველასთვის ძიმე დათქმა იყო. მეორეს მხრივ მე ყოველთვის მესმისი 1200 კაცის, იმიტომ რომ მათთვის ვახტანგი იყო აბსოლუტურად ყველაფერი და ვახტანგის წასვლით ისინი ყველა პერსპექტივას კარგავენ, ისინი ვერ ხვდებიან აქ რა უნდა დარჩი და მიდიან. და აი ვახტანგის ეს ნაბიჯი, აი რთული შესაძლებელია, ხო? უზარმაზარი დამსახურება აქვს ამ კაცს, ხო, რაც მე გითხარით, ეს კულტურაში, ყველაფერში, მაგრამ ამ ყველაფერს ერთი არასწორი გადაწყვეტილებით ხაზი გადაუსვა. ერთმა არასწორმა გათვლამ, ერთმა არასწორმა ნაბიჯმა ქვეყანაც ხო შეიწირა და მთელი მისი შტო შეიწირა, იმიტომ რომ ესენი იყვნენ ქართლის კანონიერი მეფეები და დაკარგეს მე ამათ მეფობა და მორჩა დამთავრდა. მე ერეკლემონდის. აი არ ვიცით, მაგრამ ნუ მეორეს მხრივ ვახტანგს პეტრეს იმედი ჰქონდა, ხო, რომ პეტრე არ უღალატებს. ეს კიდე ცალკე პრობლემა იყო ქართველი მეფე-მთავრების, რომელზეც მე ვისაუბრებთ. ყველაზე მოგებული დაჩა ოსმალეთი. 1723 წელს ოსმალები შემოვიდნენ ქართლში და ქართლი დაიკავეს. ქართლი გახდა ოსმალეთის იმპერიის ისეთივე ნაწილი, როგორც იყო მესხეთი.
ხოჩა. ნუ ქართლის მმართველად დანიშნეს გივი ამილახვარი. ძალიან ცნობილი პიროვნება არის. გივი, რომელიც ხან ოსმალების მხარეს არის, ხან ირანელების მხარეს არის, ანუ სააკაძეა უფრო პატარა მასშტაბის რა. მაგრამ გივის ერთი დიდი დამსახურება აქვს სიონი გადაარჩინა დანგრევას. ოსმალები აპირებდნენ თბილისში სიონის ტაძრის დანგრევას და გივი გადააფიქრებინა. და თუნდაც ამის გამო ხო, მის სახელს იხსენიებენ. იმიტომ რომ ნუ გადაარჩინა ხა ეს ეკლესია დანგრევას. ოსმალეთმა დაიკავა აღმოსავლეთ საქართველო, მაგრამ აი აქ ხდება რა, ჩნდება ირანში ჩნდება ერთი საინტერესო პიროვნება. აი ეს მიყვარს და ვახტანგის ხელმოწერა. აქეთ რა ლამაზი ხელმოწერა აქვს. ვახტანგი. ხო, ნუ ეს მიხეილ ანთიმოზივერიელი, ის დაუკავშირდა ანთიმოზივერიელს, ისტამბა ანთიმოზივერიელმა გამოგზავნა ეს კიდე ცალკე ისტორია. ეს არ გვინდა. ხო, ნუ პეტრე. ხო, ნუ აი ეს ვახუშტი და მისი რუკები, რომელიც მან იქ დახატა. ვახუშტი არის ქართველი ენციკლოპედისტი, ფაქტობრივად. ხო, აი ეს კაცი. ნადირ-შაჰი. უნიჭერესი სარდალი, რომელმაც დაამარცხა ავღანელები და ეს ირანის სახელმწიფო აღადგინა. და 1739 წელს თავისთან დაიბარა ერეკლე. და 2 წელი ინდოეთში იყვნენ ინდოეთში ლაშქრა ნადირ-შაჰმა და ერეკლე იქ ყავდა. ერეკლე სრულიად ახალგაზრდა იყო, მაგრამ ძალიან დიდი გამოცდილება მიიღო, იმიტომ რომ ახლა ნადირი ბრწყინვალე სარდალი იყო და მე უკვე აგამ აჰმადხანი რომ მოდის და ძალიან ფრთხილობს. ეკითხებიან რატო ფრთხილობო? აი ეს უამას ამბობს რომ ერეკლე ნადირ-შაჰის მოსწავლეა, რა. კაცო არ იცის რას იზამს. სამწუხაროდ იქ არ გამოვიდა არაფერი. ეხლა ნადირი ხვდება რომ ის დრო, როდესაც ბაგრატიონებისაგან ითხოვდა ისლამის მიღებას წავიდა. და იზოლებულია გარკვეულ დათმობებზე წავიდეს. 1644 წელს მან ქართლის მეფედ დანიშნა თეიმურაზ მეორე და კახეთის მეფედ დანიშნა ერეკლე მეორე. 1645 წლის 1 სექტემბერს სვეტიცხოველში თეიმურაზ მეორე ეკურთხა მეფედ. იქ საინტერესო რაღაცა ქართველებსო აღარ გვახსოვდაო მეფედ კურთხევა როგორ უნდა მოხდარიყო. ახლა სულ მიგვირს რომ კაი აღმოსავლეთ საქართველოში არა, მაგრამ დასავლეთ საქართველოში ხო მეფეები იყვნენ და იქაც დაივიწყეს მეფედ კურთხევა, თუ იქ ისეთი ანარქია საერთოდ არავინ არ აკურთხებს. ყოველ შემთხვევაში ესე წერია, რომ ანტონ კათალიკოსმა და ანტონი ძალიან განათლებული კაცი იყო, ანტონი იყო ქართლის ბაგრატიონი, სხვა შორის თეიმურაზ ბაგრატიონი ანტონი ერქვა. ანტონმა ძველ წიგნებში მოძებნაო და აღადგინაო მეფედ კურთხევაო და აღწერილია ეს ანტონმა როგორ აღადგინა, იმის მიხედვით მოხდა 1645 წელს კურთხევა იმისი რა ქვია თეიმურაზ პირველისა. ოსმალეთი ეს უკვე ის პერიოდია, როცა ოსმალეთი სუსტდება. აი სულეიმან კანონის დრო წავიდა, ოსმალთა ბოლო ესეთი გაბრძოლება იყო 1693 წელი ვენის ალყა, სადაც დამარცხდნენ, იან სობესკინ რო დაამარცხა და იმის მერე ოსმალეთის იმპერია შედის უკვე სტაგნაციაში და ოსმალეთი ხდება ესეთი მომაკვდავი სახელმწიფოა უკვე. თუმცა ნუ ჩვენთან შედარებით ახლა მაინც ძლიერი სახელმწიფოა და ეს პრობლემა არის, მაგრამ ნუ უკვე მით უმეტეს აღმოსავლეთ საქართველოსთვის ოსმალეთის საფრთხეს ნაკლებად წარმოადგენს. ერეკლესთვის ძირითადი ურთიერთობა არის ირანთან. ნადირ-ხანი მოკლეს და იქ დაიწყო ბრძოლა ტახტისათვის და ირანის მმართველი ხდება ქერიმ-ხანი. ქერიმ-ხანთან ერეკლემ დაამყარა ძალიან კარგი ურთიერთობა, მით უმეტეს ამას ხელი შეუწყო იმან, რომ ერთ-ერთი ბრძოლისას ერეკლემ ტყვედ ჩაიგდო ირანის შაჰობის ერთ-ერთი პრეტენდენტი, ანუ ქერიმ-ხანის კონკურენტი აზად-ხანი და გაუგზავნა საჩუქრად. ქერიმ-ხანი ამაზე რა თქმა უნდა ძალიან აქტიურად გადასარევი ერეკლეს გადასარევი ურთიერთობა აქვს ირანთან. აღარც ვასალი არ არის პრინციპში.
დამოუკიდებლად მართავს. აი ეს არის ამდროინდელი საქართველო. აქ ხედავთ ოსმალეთია უკვე, აქ არაფერი არ დარჩა ქართული. ოსმალეთია მთლიანად. ის კი არა, აი დღევანდელი აჭარის ტერიტორიაც წაიღო უკვე. აქვია იმერეთი, გურია, ოდიში. აი ეს არის სამურზაყანოს ტერიტორია, რომელიც ოდიშის იყო და აფხაზეთის მთავრებმა წაიღეს, სვანეთის სამთავრო და უბატონო სვანეთი. და ნუ აქეთ ერეკლეს მიერ გაერთიანებული ქართლ-კახეთის სამეფო, რომლის ვასალია, ანუ ერეკლეს ვასალია ერევნის სახანო და განჯის სახანო. ანუ იქ ერეკლეს მოხელეზის და ესენი ერეკლეს გადასახადს უხდიან. ანუ ნადირ შაჰის მერე კავკასიაში იწყება ბრძოლა პირველობისათვის. აი ეს სახანოები ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ქართლ-კახეთი და ერეკლე აშკარად ყველაზე ძლიერია და ლიდერია. მართალია იქ ერთი-ორჯერ დამარცხდა, მაგრამ საბოლოო ჯამში პრინციპში ყველა დაამარცხა და აი მიიღო ესეთი საკმაოდ ძლიერი სახელმწიფო. ანუ ის კრიზისი რაც იყო, იქიდან პრინციპში სახელმწიფო გამოვიდა. სამეფო ხელისუფლება გააძლიერა, იქ ეკონომიკურად ნელ-ნელა წინსვლა მიდის, იქ ზარბაზნების ჩამოსასხმელი ქარხანაა, მარილის ქარხანაა, ზარაფხანა არის, რაღაცები, ნუ ცდილობს ევროპეიზაციას, მაქსიმალურად ცდილობს ევროპეიზაციას. თვითონ რუსები წერენ, რუსი პოლკოვნიკია ესეთი ბურნაშოვი, რომელიც აქ ელჩი არის და ის წერს, რომ ერეკლეს მთავარი მიზანი არისო ქვეყნის ევროპეიზაცია. არაფერი ისე არ უნდა, როგორც ქვეყნის ევროპეიზაცია ერეკლესო. მაგრამ აი ეს ირანთან კარგი ურთიერთობა როგორ არის იცით, აი მერყევია და აი აქ როგორც ჩანს ერეკლე და მისი მამა თეიმურაზი მაინც ცდილობენ ვინმე მოკავშირის ძებნას და ამიტომ თეიმურაზი მიდის რუსეთში, სადაც 1760 წელს გარდაიცვალა და 1772 წელს გარდაიცვალა და ასტრახანში დაკრძალეს. ნუ ასტრახანში მანამდე დაკრძალეს ვახტანგ მეექვსე, რომელიც ასევე რუსეთში გარდაიცვალა 1737 წელს. ერეკლეს საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს ახალციხის ფაშასთან, თუმცა ხდება რა? 1768 წელს იწყება რუსეთ-ოსმალეთის ომი. აი რუსეთ-ოსმალეთის ომი იწყება და ეს ოსმალეთია. მოქმედება მიმდინარეობს შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე და აი აქ ეს არის დღევანდელი უკრაინა, მოლდავეთი და აი ბულგარეთის ტერიტორია. აქ არის ძირითადი სამხედრო მოქმედებები, აი ყირიმში. მაგრამ დაინტერესებული არიან რუსები მეორე ფრონტის გახსნით. ეს დღეს აქტუალური საკითხია. და უნდათ რომ ეს მეორე ფრონტი გაიხსნა სადღაც კავკასიაში და აქ კავკასიაში ვინ უნდა გახსნას ეს ერეკლემ და სოლომონ პირველმა რა. და ამიტომ შემოდის აი აქ პატარა წითელი ის არის თუ დააკვირდებით, ეს არის ტოტლებენის შემოსვლა. ნუ ტოტლებენმა რა მოიტანა, როგორ მოიტანა, რანაირად მოიტანა, ამაზე შემდეგ ვისაუბრებთ. ეხლა რა ხდება? ტრაქტატის დადების მერე იქ სერიოზული დიპლომატიური თამაში მიდის, უბრალოდ ერეკლეს რესურსები შეზღუდულია რუსეთის იმპერიის რესურსებისგან განსხვავებით. ერეკლე ტრაქტატის მერეც ცდილობს ურთიერთობის დამყარებას სხვებთან და მაგალითად ცდილობს ურთიერთობის დამყარებას ოსმალებთან. და ოსმალეთის სულთანს თავაზობს ვასალობასაც კი. ერეკლე მიცის, რომ ეს ვასალობა იქნება ფორმალური, აბსოლუტურად ფორმალური იქნება, მაგრამ სამაგიეროდ ეყოლება ესეთი ვთქვათ დამცველი. თუმცა ოსმალეთის სულთანი იქ საკმაოდ მიუღებელ წინადადებებს აძლევს ერეკლეს, რადგან ერეკლე ერთ-ერთი წინადადება მაგალითად იყო დარიალის გზის სრული ჩაკეტვა. რადგან ერეკლემ უთქვა, ნუ სრულად ვერ ჩაიკეტება, იმიტომ რომ ეს გზა ჩვენც გჭირდებაო რა, ჩვენც მოძრაობ, ჩვენი ვაჭრები მოძრაობენ, არ გამოვიდა. აი ამ პერიოდში, აი ეს პერიოდში წინაურდება აღა მაჰმად ხანი. ეხლა რა ხდება? აღა მაჰმად ხანი ერეკლესგან ითხოვს რას? ერეკლესგან ითხოვს ერეკლემ აღადგინოს ის ურთიერთობა, რაც იყო ნადირ შაჰის დროს, ანუ როდესაც ქართლ-კახეთი არის ირანის ვასალი. ამას ითხოვს აღა მაჰმად ხანი, მეც არც ეთხოვს. საკმარისი იყო ერეკლე დათანხმებოდა ამ პირობას, რომ ის რაც მოხდა არ მოხდებოდა. მაგრამ ერეკლესთვის ეს განვლილი ეტაპია. და ალბათ არ ვიცი, ალბათ ერეკლეს ეჯერა რომ ის აღა მაჰმად ხანს მოერევა. მით უმეტეს რუსების დახმარების იმედი აქვს.
აი ეს არის რომ ამიტომ არ მიდის ერეკლე მასთან არანაირ ურთიერთობაზე და საბოლოო ჯამში ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ 1795 წლის ტრაქტატის ისა რა ქვია, კწანისის ბრძოლას და თბილისის აოხრებას. თუმცა ერთი რამ უნდა ითქვას, აღა მაჰმად-ხანმა გააკეთა ის, რაც თვითონაც არ უნდოდა. აღა მაჰმად-ხანს ეგონა რომ ერეკლეს დამარცხებით ის აიძულებს ერეკლეს რომ გახდეს ირანის ვასალი და პირიქით გააკეთა აღა მაჰმად-ხანმა ერეკლეს დამარცხებით ერეკლე მიაბა რუსეთს. ანუ თავისი გამარჯვებით თავისვე საქმე გააფუჭა. იმიტომ რომ დამარცხებული ერეკლე საგარეო ორიენტაციას ვეღარ შეიცვლიდა. ყველაზე მოგებული აქედან დარჩა რუსეთი. და რატო დარჩა მოგებული, ამაზე მე ვილაპარაკებთ. ყველაზე მოგებული დარჩა რუსეთი და ეს მათი გათვლა იყო. მათი გათვლა იყო, ესე მოხდებოდა. აი ეს სამსაუკუნოვანი ურთიერთობა ამ ორ უზარმაზარ იმპერიასთან. ჩვენთვის აღმოჩნდა უმძიმესი. უმძიმესი აღმოჩნდა. ნუ ტერიტორიები რო დავკარგეთ და საქართველოს 1/13 წავიდა და თურქეთმა ოსმალეთმა წაიგო, ეგ ცალკე. მსხვერპლი მოსახლეობის ცალკე. დასავლეთ საქართველოში სრული ანარქია და ეკონომიკურად დასუსტებული ქვეყანა, რაც თავარია რეგიონი მოწყვეტილი ევროპას და ცივილიზებულ სამყაროს. ჩაიკეტა ეს რეგიონი ირანი და ოსმალეთისთვის, ჩაკეტა ირანმა და ოსმალეთმა, აქცია თავის ეზოდ და ჩვენ არავის აღარ მაინტერესებდა. თუ კი ვინმე უნდოდა რომ ვიღაცა გვინდოდა რომ დაგვეინტერესებინა, იმ ვიღაცისთვის სასწორზე ყოველთვის იდო ირანი ან ოსმალეთი და მეორე მხარეს პატარა ქართული სამთავროები, რაც ამას ვერაფრით ვერ გადაწყვეტდა. სულხან საბა როდესაც ჩავიდა საფრანგეთში, სულ რამოდენიმე წლით ადრე საფრანგეთმა დადო ირანთან საოჯრო ხელშეკრულება. ახლა ამ ხელშეკრულებას რატო დაარღვევდნენ ახლა იმის გამო, რა ქვია, სულხან საბას და ვახტანგის გამო, ხო? ანუ ჩვენთვის არასასურველად ლაგდებოდა ევროპელების ურთიერთობა ამ სახელმწიფოებთან და სულ არის ხოლმე ესეთი დილემა ისტორიკოსები ხშირად ამბობენ, რომ ჩვენი მეფეები გამოდიოდნენ ძალიან გულუბრყვილოდ. ხო, მაგრამ ეს გულუბრყვილობა მომდინარეობდა იქიდან, რომ მათ არ ქონდათ ინფორმაცია, მათ არ იციან რა ხდება. ისე იქ უბრუნდები, რაზეც თქვი, რომ ისინი სურათს აღიქვამენ იმის დამიხედვით, რასაც ხედავენ. იმის იქით რა ხდება. ახლა ეს ირანის და საფრანგეთის საოჯრო ხელშეკრულება ალბათ აც ვახტანგ მეექვსე მიცოდა და აც სულხან საბა ორბელიანი მარცოდა რა. აი ეს იყო პრობლემა, რომ ჩვენ ვერ ხვდებოდით იქით რა ხდება, ჩვენ ვერ ხვდებოდით, რომ ჩვენ ვართ დიდი თამაშის მონაწილე პატარა პაიკი და ეს დიდი მოთამაშეები ალაგებენ ამ თავის პარტიებს ისე, რომ ჩვენ არაფერს არ გვეკითხებიან რა. და ჩვენ აღმოჩნდით, ნუ ეს ჩვენი ბედი იყო, თუბედობა იყო, ხა ეს ობიექტური მოცემულობა იყო, ამას ვერსად ვერ წავხვალ და ნუ არ ვიცი, ალბათ აი სუბიექტური შეცდომები, არ ვიცი, ხა ვახტანგ მეექვსეს აი თქვენ ბძანეთ ირანის ან ოსმალეთის მხარე რომ დაეჭირა, ხო? თქვა, კაი, ირანი აგებს. ოსმალეთის მხარე რომ დაეჭირა. ოსმალეთი პირდებოდა, რომ კავკასიაში შენიქნები პირველი. მაგრამ იცით რა არის, ახლა აქედან ადვილია, მაგრამ იქ უკვე რელიგიური ფაქტორი შემოდის. აქეთ ყავს ამხელა უზარმაზარი მართლმადიდებელი მეზობელი და იქით ეს ოსმალეთი, რომელთანაც ურთიერთობა იცი. აი ამან გადაწონა ხო სავარაუდოდ ამაზე შემდეგზე ვისაუბრებთ ამ საკითხზე ჩვენ. სრული საკითხი იყო. აი ეს და მეორე აი ეს პრობლემა, რაც დადგა როსტომთან, აი ამ იმპერიებთან ურთიერთობა. ისე გამოდის, რომ როგორ ასეთ, აი თქვათ მე-16 საუკუნე ქართლი იბძვის, სიმონ პირველი, უარსაფპირველი სიმონ პირველი ქართლი იბძვის სისხლისაგან იცლება და კახეთში მშვიდია. მე-17 საუკუნე კახეთი იბძვის და აქ სიმშვიდეა. ეს რა თქმა უნდა წინასწარ დაგეგმილად არ ხდებოდა. მაგრამ აი თითქოს ესე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, ხო? აი ეს და რაღაცნაირად ერთი რო იგრევა მეორე ცდილობს გადარჩენას რა. აი ეს იყო და ეს დილემა ყოველთვის ამ იმპერიებთან ურთიერთობაში იდგა. აი წავიდა მანუჩარი, მიიღო ისლამი, გახდა ახალციხის ფაშა. მიხვდა რომ ვერაფერი ვერ მოიგო, მერე ისევ ქრისტიანობას დაუბრუნდა, ისევ აჯანყდა. აი ეს სად გადის ეს ზღვარი კომპრომისის? აი ძალიან რთული საკითხია.
იმიტომ რომ იმპერიასთან ერთი კომპრომისი, ერთი ნაბიჯი, 2, 3 და მე აღმოჩნდება რომ ისე შორსკაც შესრულიერო თავდება ყველაფერი. აი სად გადის ეს ზღვარი? ამისი ალბათ 100 წესი არსებობს, არაფერი არსებობს, ეს ინდივიდუალურია ვიღაცისთვის. აგ თეიმურაზისთვის მაგალითად ნებისმიერი კომპრომისი მიუღებელი იყო. ის ბოლომდე იბრძვის. როსტომი პირიქით კომპრომისების ადამიანია. თუმცა თეიმურაზი რა საინტერესო ადამიანია. აი ირანის როგორი იმპერია, ხო? და რას წერს სპარსული ენის სიტყვობან, მასურვა მუსიკობანი. აი საოცარი რაღაცა იმ კულტურას აფასებს. მიუხედავად იმისა, რომ ესე ებრძვისა რა. აი ეს ხო, მაგრამ მტერია, როგორი მტერია, ხო, წესით ვერ უნდა იტანდეს ვერაფერს, მაგრამ აი ესე ძალიან საინტერესო ურთიერთობაა, ხო? და ეს იმპერიები, რომლებიც აი პოლიტიკას ცვლიან ისინიც, ხო, შაჰ-აბასის პოლიტიკა, მე როსტომის პოლიტიკა მოდის რაღაცნაირად. აი ეს ძალიან რთულია ითამაშო ამ ხელსახელმწიფოებთან, მაშინ, როდესაც შენი რესურსი არის შეზღუდული. იმათ რესურსი შენთან შედარებით შეუზღუდავი არის, ხო? და ეს 3 საუკუნე ჩვენთვის იყო უმძიმესი საუკუნე ნამდვილად, აი ფიზიკურად გადარჩენის საკითხი იდგა. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ამ დროს, კულტურა დაცემულია, არაფერი თითქმის არ შენდება, თითქმის არაფერი არ იწერება. არ არის ამისი დრო. მთელი რესურსი მიდის იმაზე, რომ ფიზიკურად გადარჩი. უკვე აი ესე დგას საკითხი. არ ვიცი, ეგ იყო მეც დასაწყისში როგორი. სურვილი ქონდათ, უბრალოდ ქონდათ, რომ ეს მე უნდა გავაკეთო. მე უნდა გავაკეთო. იცით რა შეა საქმე? აი, აქ პრობლემა არის კიდე ერთი რამ. ეს არ არის მარტივი საკითხი და შეიძლება მანდამაინც ჩვენთვის მოსაწონიც არ იყოს. ეს ერთიანი ფსიქოლოგია, ერთიანი შეგნება არსებობს კი? ეხლა ამ ერთიან შეგნებას შენ ვერ მოთხოვ გლეხს და ვაჭარს და ხელოსანს. ეს უნდა კონდეს პოლიტიკურ ელიტას. აი ამ თავადაზნაურობას უნდა კონდეს ეს შეგნება და აღარა აქვს. იმიტომ რომ ის რომ 300 წელი იმერეთში ცხოვრობს, მისთვის მეფე არის იმერეთის მეფე. ეს რომ კახეთში ცხოვრობს, ერეკლე პირველიო ქართლში დანიშნეს და კახელები მოიყვანა და ქართლელები გაბრაზდნენ, კაცო კახელები მოყავს. ერეკლეს ერთ-ერთი ბრალდება, ხო ეს იყო ბრალდება, რომ შენ კახელი ბაგრატიონი ხარ და ქართლში რა გინდა. ანუ ბუნებრივია ხა 200-300 წელიო ცალკე ცხოვრობდა, იცი ეს ჩემია, ხო ისიც ქართველია, მაგრამ ის სხვა სახელმწიფოა რა. აი ეს პრობლემა არის, აი პრობლემა. ელიტამაც კი ალბათ თითოეულა გამონაკლისის გარდა, მაგალითად ვახუშტი ბატონიშვილი, ვახუშტი აშკარად მთლიანად აზროვნებს ქართულად, იმიტომ რომ ვახუშტის წეს რომელსაც გინა ქართველსა კითხო რაენა უწყი, წამს მოგიგებს ქართული. ანუ ვახუშტი წესო ჩვენ ყველანი ერთი ვართ. მაგრამ ეთქობა ეს იყო ცალკეული წარმომადგენლები ელიტისა. აი მთლიანია ეს რა თქვენ ბრძანეთ რომ უნდა გავერთიანოთ. არ ჩანს. აი ამან ესეც მოიტანა ამ 3 საუკუნემ, აი ამ დაშლილობამ, ამან ესეც მოიტანა, რომ აი რაღაცა ეს ერთიანობის იდეა დაზიანდა, სერიოზულად დაზიანდა. იმ დონეზე დაზიანდა, რომ 19 საუკუნეშიც ან აღდგა, ან ვერ აღდგა. მაგრამ ერთია, რომ აი მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში ეს კრიზისი დაიძლია. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ირან-ოსმალეთი დასუსტდა. და ეხლა არავინ არ იცის რა მოხდებოდა, მაგრამ თქვათ მე-19 საუკუნეში რომ ჩვენ გაგვეგზელებინა და მოუკიდებლად არსებობა. მე გამოჩნდა, რომ არც ერთს აღარ ქონდა იმის თავი, რომ ჩვენ დავეფხარით. მაგრამ ეს არავინ არ იცოდა. ყოველ შემთხვევაში, აი კრიზისი დაშლილი იყო, მაგრამ დაძლეული იყო, მაგრამ ამ კრიზისს ჩვენ რო დავძლიათ, აქ ისეთი სახელმწიფო მოვიდა, რომ ჩვენ კი არა ირან-ოსმალეთმა ვერ გაუძლო. მაგრამ ამაზე მე ვისაუბრებ.